მიიწვიეს ლონდონში მიქსმა, ანუ დისნეიში იყო ჩასულები და იქ უყურეს მომავალ ავატარს მაგალითად. ოფიციალურ საიტზე ყველა ენის დუბლირება დებს ქართულით და ეს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დიდი მიღწევა ქართული გახმოვანებისთვის. რეჟისორებს ყოველთვის გადიან მასტერკლასს, რომ ფილმი როგორ უნდა გააკეთონ. ამ ყველაფერმა და ამ სერიოზულმა დამოკიდებულებამ და აი ამ ასე ვთქვათ მეიჯორ კომპანიებთან მუშაობამ დამანახა ის, რომ ძალიან სერიოზული საქმე არის. რა განსხვავებაა თეატრის რეჟისორობა და გახმოვანების რეჟისორობას შორის? მსახიობის ოსტატობა აქ განსაკუთრებით ჩანს. როცა მსახიობი არასწორად რაღაცას აკეთებს, არის რეჟისორის ბრალი. როცა მსახიობი არასწორად რაღაცას თამაშობს, არის რეჟისორის ბრალი. გამარჯობა მეგობრებო, ხაზია პოდკასტი FM8 და ეს არის 26 ეპიზოდი. ამ პოდკასტის გადაღება ხდება ზუსტად მეორე დღეს, როცა წინა პოდკასტი გადავიღეთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია რეჟისორი, გახმოვანების რეჟისორი ანუკი ცუცქერიძე. როგორ ხარ? გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა და პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ასეთ საქმეს აკეთებ. დანიელ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე და მნიშვნელოვან თემებს ეხებინა. კი, თან ისეთ თემებს პირიქით მადლობა რომ შენ მოხვედი, ვაი. წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ კიდე რამე ხარვეზი იქნება ხმაზე, არ ვიცი, ვეცდები რომ არ იყოს არაფერი. დღეს ვიმყოფებით როგორც ყოველთვის სტატუს სტუდია მამბა ნეგრაში, თუ გსურთ სტატუს დახატვა, მოდით დაიხატეთ ამჯერთ არინანეთ. Instagram page-ის ამონაცვლება, ასევე ჩვენი მეგობარი გვერდი არის სკოლიო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შეცდომები ფილმებზე და სერიალებზე და ასევე პატარა დამალული დეტალები, ისტერეგებს, რასაც ეძახიან აეგენი. როგორ ხარ? კარგად. ჟე როგორ ხარ? არ ვიცი, ცოტა გადაღლილი რაღაცა. ეხა მორჩი უნივერსიტეტში შუალედურებს. არა, ორი უნივერსიტეტის დამრჩა. შენზე უტოპიას და? მორჩით უკვე? კი. ეხა მოვიდა მისინგები და მოკლედ თუ გინდა ამ თემის გარშემოც ვილაპარაკოთ. არ ვიცი, რაღაც თემებს მინდა ხო, რაღაც თემებს მინდა შევეხო, ვეცდები რომ კონფიდენციალურ თემებს არ შევეხო, მაგრამ თუ რამე იქნება მითხარი. ეხლა რაც უკვე დამთავრებული პროექტია, თავისუფლად შეგვიძლია რომ შევეხოთ და მე მგონია ხოლმე რომ გამოსვლამდე არ შეიძლება. არა, ანუ შეგვიძლია სიუჟეტს არ შევეხები, არ სპოილერს არაფერს არ ვიტყვი, შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კაი, მოდი მაშინ პირველი კითხვა, ესეთი კლასიკური კითხვა, რაც მაქვს ხოლმე პოდკასტში. საიდან მოგინდა რომ ყოფილიყავი რეჟისორი? მაშინ რადგან ესე დრო მაქვს რო ვთქვა, მე ვარ თეატრის რეჟისორი. 10 წელი, 4 წელი ვისწავლე და შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდი და თან სწავლობდი ბატონ ლევან წულაძესთან და მასთან მუშაობდი თეატრშივე და შემდგომ წავაწყდი ესე ვთქვათ ჯუბთიზე დადებული ვაკანსია იყო და ვცადე გავაგზავნე ოღონდ აქ სასაცილო ის არის რომ თავიდან არ მივედი. გასაუბრებაზე არ მივედი, ხო, არ ვიცი რატო არ მივედი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეთქი ეს არ არის ჩემი პროფესიის ნაწილი თქო და არ ჩავთვალე ჩასაჭიროთ რომ მივსულიყავ, გადავიფიქრე. მეთქი ისო თეატრში გავაგრძელებ თქო. თან პარალელურად რაღაც გადაღებებზე ვიყავი, რეკლამის და ფილმების და რაღაცნაირად როგორ გითხრა ეს post production ჩემთვის არ ნიშნავდა ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს ხელოვნების, როგორც შემდგომ უკვე რო დავიწყე მუშაობა. რო არ მივედი გასაუბრებაზე, მე კიდე დამირეკეს. იმიტომ რომ აქვე ვიტყვი ჩემს მენეჯერს ჩემი CV მოეწონა. და დამირეკა ისევ, შემდგომ მივედი და როცა დავიწყე მუშაობა, საერთოდ სხვა სამყაროში მოხდი, არ ველოდი, საერთოდ სხვა წარმოდგენა მქონდა, არ ვიცი ხა, მე ძალიან მიყვარს ხოლმე თვითნასწავლი ან აი ესე თვით შეყვარებული ადამიანები რო არიან შენსავით და რო იწყებენ voice-over-ის ჩაწერას ხოლმე ძალიან 13 წლის ვიყავი რო დავიწყე ხო, გახმოვანები. და ამ დროს მე საერთოდ არ მქონია და ერთი უნდა თქვა გამხილილი ცოდვე შობს. არ ვუყურებდი ხოლმე ფილმებს ქართულად. ვუყურებდი ან რუსულ ენაზე, ინგლისურად რაღაც ხა აქცენტები თუ იყოს თყვაზე რაღაც ვესტერნი რო იყო ან რაღაც ზოგიერთი შტატის აქცენტი კიდე სხვა არის, ხა რაც უფრო კინოში დავიწყე ამის გახმოვანება, უფრო ვაკვირდები ხოლმე, სულ სხვადასხვანაირი აქცენტები აქვთ, ინტონაციებიც მათ შორის და ვერ ვიგებ ესე ყველას, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მაგრად ვიცოდე ინგლისური, ზოგ რაღაცას მართლა ვერ გაიგებ, ამიტომ უფრო ამ ორ ენაზე ვუყურებდი ხოლმე. ან ტიტრებით, ხო და ესე სხვათა შორის აჭარა ნეთმა რაღაც მომენტში არსად რო არიდო ერთ-ერთი სერიალი, მაგან დამაწყებინა ქართული voice-over-ის ყურება და პირველი იყო ლაშა ბახტაძე და ნესტა ხახუმიო ის იყო ესე გავიგე, ხო. მაგრამ აი აქვე რო გავმიჯნო ეს ორი რაღაც რა, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რა იყო, ანუ ეს იმდენად მექანიკური იყო ჩემთვის, როცა უსმენდი ხოლმე რა სერიალს, რომ
რა თქმა უნდა, ეხა ის არ მომწონდა, მაგრამ რაც არის ხოლმე, ხო ხვდებით, ეხა რო არ არის ბაზარზე მეტი, უსმენ მაგას. სამწუხაროდ ეხა ცნობადობა ისევ არ არის, ხალხში რომ voice-over-ი აბსოლუტურად სხვა არის და დუბლირება აბსოლუტურად სხვა არის. აქაც ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები პოდკასტში, მაგრამ არ ვიცი დუბლირება გავაკეთე რაღაც ანიმე გავაკეთე დუბლირებით, დავდე YouTube-ზე და დამიწერეს რომ იაპონურ ხმებს აუწიეო. არა და დუბლირებით იყო. შეიძლება იმიტომ გითხრეს ეგ რომ მიქსი არისო. ანუ უკანა ბექხმები არისო. ხო, აი ეგ რო არის ხოლმე, ეგ აბალანსებს მე მაყურებლისთვის იმას. ხო და მოკლედ როდესაც მივედი ბრაოში, მართლა არ ვიცოდი თავიდან რა იყო, საერთოდ ეგრევე დავიწყე დუბლირებით. და გამიმართლა, იმიტომ რომ პირველად მოხდი ნინა შადურის ჩაწერაზე. და აი ნინა შადურს რო შევხედე, აი მე ვეძებ ხოლმე ეს რაღაცას, რომ სადაც მივდივარ, სადაც მუშაობ, მინდა ხოლმე რომ ხელოვნება დავინახო იქ და აი ზუსტად. აი ეს არტის შეგრძნება, ესე რო თქვა, მაგრამ მოდი ხელოვნებას ვიტყვი, უფრო ხელოვნება, ის შემოქმედება რაც არის. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნინა შადურის და სანდრო მაზიაშვილის ჩაწერაზე ვიგრძენიეს და აი აღფრთოვანებული უყურებდი. აი თან მაშინ მახსოვს, რომ ერთ ენაზეც ჩვენ ხო სხვადასხვა ენებზე გვაქვს შეკვეთები და ერთ-ერთ ენაზე უყურებდი და აი გავოცდი, იმიტომ რომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნინა იყო ის, ასე ვთქვათ, ნინა მომცა იმის გარანტია, რომ ეს პროფესია ნამდვილად უნდა ისწავლო და სასიამოვნოა და ძალიან აი ჩემ შემთხვევაში ხარ შენ მაგ შემთხვევაში. ხო და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეც ნინასგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. პლუს ამას ნინას ჩაწერაზე ნინა არის ძალიან პერფექციონისტი მაგალითად და ეს ძალიან მომწონს ადამიანებში. თან მსახიობთან მუშაობა სხვანაირად დავინახე, ტექსტთან მუშაობა სხვანაირად დავინახე და მოკლედ შემდეგ გიორგი იყო ხოლმე ჩემი სუპერვაიზერი, როცა ტრეილერებს ვაკეთებდით. მარგველა ხო? არა. გიორგი ბუბაშვილი არის. ერთი რეჟისორი ყავს ლადო დოხნაძეს და გიორგი ბუბაშვილი და მე შემდეგ გიორგისთან მომიწია შეხება. მე ლადოსთან მომიწია და მოკლედ ასე ვთქვათ ამ წრეში რო ვიტრიალე, ბევრ რამე ვისწავლე, მართალი რო გითხრათ და ასე რომ ვთვლი რომ მათი დამსახურებაც არის მეტი წილი რომ ძალიან შემიყვარდა და დამაინტერესეს და სხვანაირად დამანახეს საერთოდ საქმე, ხო და გამოვარჩევ რომ ყველა სამი რეჟისორს განსაკუთრებით თავისი სტილი აქვს და თავისი ასე ვთქვათ ნიშანთვისება აქვს ზოგიერთი ეგ იგრძნობა ხოლმე ჩაწერისა ერთს აქვს ძალიან კარგი იუმორი ნინა არის ძალიან ღმარ ფსიქოლოგიურ ნიუანსებს გრძნობს ძალიან კარგად ლადოც აი ძალიან კარგად ხვდება მაგალითად ტემპორიტოს მთელი ფილმის და შეუულია რომ აი ძალიან მიყვარს ეს ჩემი კოლეგები და აქ ხას გავუსვამ რომ დიდი მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ მათი რაც მომცეს რომ ესწავლა მაგალითად. აი მე მახსოვს პირველი ზარი წინა პოდკასტშიც ვთქვი, მაგრამ ჯერ არტებს და ვერ ნახავდი. პირველი ზარი შერო დამირეკე. მაგამდე ერთი წლის წინ ვიყავი მოსული კასტინგზე, სანდრო მომწერა რომ რაღაც კასტინგია, მოდიო და მივედი ჩავწერი და გადის ერთი წელი და მირეკავ შენ. და რაღაც წყნარად ხო გესაუბრები რომ კი მოვალ შემდეგ დღეს და რაღაც და გავთიშე თუ არა მეთქი არის აი ეგეთი ვიყავი და ხო ფაქტიურად ვაპირებ შენთან მუშაობას რა იყო ფილმზე დიდი სიამოვნებით რაც იქნება ყველაფერი თან ძალიან მიხარია მოსვლა სახში რო ვახმოვანებ და მარტო მევზივარ და რაღაცა და იქ კიდე თლიანი ჯგუფი რო შემოქმედებითად მუშაობს და რაღაც აი ხელოვნება ახსენეთ ზეგან სერიოზულად შეხედვა ამ პროფესიის აი ამ ხალხის დამსახურებაა და გარემოს რა თქმა უნდა მე პლუს არის ისიც რომ ბრავ მუვი დაბინგ მაგაც უკვე მოგცა იმის საშუალება მაგალითად რომ გვემუშავა უცხოელ სუპერვაიზერებთან აი მაგალითად დისნეიზე ყავს ჯულია ჩამოდის ხოლმე გვამოწმებს რაღაც გვასწავლის მასტერკლასს გვიტარებს ასე ვთქვათ რომ რა პერსონაჟი როგორ უნდა გაკეთდეს რა ხასიათები უნდა იყოს როგორ უნდა ლაპარაკობდეს და ასე შემდეგ და უნივერსალზე ყავს ასევე ჯოდი რომელიც საკმაოდ მკაცრია ხანდახან ესე იგი გაგვაგიჟებს ხოლმე ისეთი ისინი აქვს რა აი დეტალურად უყარს ან მუშაობა და ეს ჩემთვის ცოტა უცხო იყო თავიდან რომ მეთქი აი რა არის ხა ეს თავიდან ამბობ ცხადია ხა ანუ დისნეის და რაღაც მსგავსი პროექტები რო იწერება ჩამოდიან ხოლმე შესამოწმებლად კი ხა სუპერვაიზერი ყოველთვის მე მეგონა რომ იგზავნებოდა და ისინი არა ის ან ჩვენ ქოლები გვაქვს ჩვეულებრივად სანამ ზოოტოპიაზე აი ზოოტოპიაზე მაგალითად ძალიან დიდი ქოლი იყო. უნივერსალზე უფრო სწორად ხანდახან სოფლიო მასშტაბით ქოლია ხოლმე. აქვე ვიტყვი მას, რომ ჩვენი რეჟისორი და ორი რეჟისორი, ანუ ხმის რეჟისორი, საუდი ინჟინერი და დუბლირების რეჟისორი ნინა და სანდრო მიიწვიეს ლონდონში მიქსმა, ანუ დისნეიში იყვნენ ჩასულები და იქ უყურეს მომავალ ავატარს მაგალითად და იქ მესამე ნაწილი ნახეს უკვე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეჟისორებს ყოველთვის გადიან მასტერკლასს, რომ ფილმი როგორ უნდა გააკეთონ. ხო და ანუ რა შევაჯამო ეხა ეს ჩემი მისვლა ბრაოში
ამ ყველაფერმა და ამ სერიოზულმა დამოკიდებულებამ და აი ამ ასე ვთქვათ მეიჯორ კომპანიებთან მუშაობამ დამანახა ის რომ ძალიან სერიოზული საქმე არის. უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არის ის რომ ძალიან პატარა ბაზარია. კი. თორე ძალიან პრივილეგირებული პროფესია არის საზღვარგარეთ. მაგრამ აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ ვაკეთებს რა ქვია chosen-ის კეთება ხო დავამთავრეთ? ხო. ოფიციალურ საიტზე ყველა ენის დუბლირება დებს ქართულიც და ეს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დიდი მიღწევა ქართული გახმოვანებისთვის. კი, მაგრამ chosen-ზე უფრო ვერ ვიტყოდი დიდ მიღწევას, უფრო ვიტყოდი რომ აი ესეთი არა, ოფიციალურ საიტზე რომ ქართული გახმოვანება დებს. ხო, ეგ მაგათი მოთხოვნა იყო სხვათა შორის და აი ხა მაგალითად თავად Disney რო შენთან თანამშრომლობს კან ჩვენ კომპანიასთან და ოფიციალურად რო არის ეს არანაირი პირატული ან პირიქით ხო როგორ დრადონეზე ხდება რომ ჩვენ სხვა ეტაპებს გავდივართ ჯერ კასტინგებია ყოველთვის კასტინგებს მოსდევს მსახიობის შერჩევის შემდგომ უკვე ტექსტზე მუშაობის შემდეგ ჩაწერას როცა ვიწყებთ აქედან კიდე სხვა ეტაპი იწყება და მე უკვე იგზავნება ეს, ანუ სულ კომუნიკაციაში ხარ მეიჯორებთან, ანუ შენ ისე ნაბიჯს ვერ გადადგავ, რომ შენ გემოზე, ასე ვთქვათ, რაღაცები შეცდომები დაუშვა. ტექსტზე ხო შეიძლება რომ რაღაც გადააკეთო და კი, ოღონდ, აქაც შეზღუდვები არის რა. ანუ აი ესე ნუ ეგ უკვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე. ხო და იმის თქმა მინდა რომ სერიოზული პროფესია ძალიან დუბლირების რეჟისორიც, განსაკუთრებით მსახიობის ოსტატობა არის აქ ვიტყოდი, ანუ ესეთი პროფესია, რომ მსახიობის ოსტატობა აქ განსაკუთრებით ჩანს. არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე უფრო ასე თქვა კინოშნიკი ტიპი ვარ და უფრო თეატრში გამომსახველობას და რაღაცა ფიზიკას და არასდროს ვერ წარმოვიდგენ თუ ამ ხელა მნიშვნელობას მივანიჭებდი ყურს, პირის აპარატს, საერთოდ სხვა შეგრძნებებს გიღვივებს. ხო და აი ხავსუელი რაღაც გახმოვანებებში თუ პოულობ არასწორ მეტყველებას და სიტყვაზე 25-ის მაგრამ 25-ს რო ამბობენ და ეგეთი რაღაცები აი ხო ეგ ჩვენ და ვებრძოლოთ ამას და უნდა შევცვალოთ იმიტომ რომ ამით ჩვენ ენას ვაზიანებთ და ენას როცა ვაზიანებთ მერე ფუჭდება რა თქმა უნდა ხარისხიც რომელიც საჯაროდ გადის მე იძახია რომ საშინელი გახმოვანება ქართული არა ძალიან ცუდია იმიტომ რომ ამით როგორ თქვა გარდა იმისა რომ საქართველოში დუბლირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამწუხაროდ და აი ეს მოდი ღიად ვილაპარაკოთ იმაზე რომ ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა სამწუხაროდ ვერ ხსნი რომ voice-over-ი სხვა რაღაც არის დუბლირება აბსოლუტურად სხვა რაღაც არის მეგობრებო ну ვინც ამ საქმეში არის და ვინც დაინტერესებულია და თვით შემოქმედებას არის მიცემული და ყოველ შემთხვევაში თვითონ ახმოვანებს მათ ურჩევ რომ აი უფრო ღრმად ასე ვთქვათ ისწავლონ ეს პროფესია თუ მართლა აინტერესებთ ცხადია და რა ვთქვი ქართული ენის ძალიან დიდი სიყვარული უნდა ამ პროფესიას ანუ ქართული ენის ინტონაციების სიყვარული ამაზე შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ კასტინგებზე რომ მივალთ უკვე კასტინგებზე რომ გადავალთ აი კაკრას კაი ახსენე ესეთი კითხვა მაქვს რა განსხვავებაა თეატრის რეჟისორობა და გახმოვანების რეჟისორობას შორის ხო ვიტყვი პრინციპში მაგალითად თეატრში სანამ დაიწყებ pre-production-ია ასე ვთქვათ სამუშაო წინასწარი სამუშაო ისინი ეწყობა ხოლმე შეკრებები მაგიდასთან მუშაობას ვეძახით ტექსტის განხილვას ანალიზს და იწყება მაგიდასთან თამაში. ანუ ამას სწორედ ამ სამუშაო პროცესს იმიტომ ვიხსენებ, რომ ძალიან გავს ჩვენ დუბლირების პროცესს ეს და პრინციპში კინოს პროცესაც. განსაკუთრებით აი რა შემიძლია ვთქვა, რომ სამაგიდო სამუშაოების დროს თეატრში, როცა 9 კაცი ვსხედავთ და განვიხილავთ, ასე ვთქვათ, აი პერსონაჟებს, ემოციებს, ადაქცენტები უნდა დავუსვათ მაგალითად მახვილების ადმოდის ამ პერსონაჟს რა უნდა მეორე პერსონაჟისგან და ასე შემდეგ ანუ დამოკიდებულებები და ამოცანები რო გავარკვიოთ რა პერსონაჟს რა უნდა ზუსტად ანალოგიური სქემა მუშაობს რა თქმა უნდა დუბლირებაშიც იმიტომ რომ ანუ სამაგიდო რეპეტიციები აქაც არის თუ დრო არის ხოლმე რა თქმა უნდა შეგვიძლია როლზე ვისაუბროთ მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ფორს მაჟორია ხოლმე რომ მაგის ფუფუნება არ გვაქვს ამიტომ სწრაფად ესე ვაკეთებთ ანალიზს რა ეხლა უკვე დუბლირებაზე აი რომ მოგიწევს გრძელი როლის მიღება, შემდგომ შენც ისწავლი მაგას. ხო და გამომსახველია რა თქმა უნდა თეატრი უკვე სცენაზე, მაგრამ აი დუბლირების მსახიობი უფრო აი აქ რჩება. აი ამ თავის ინსტრუმენტად რჩება მხოლოდ პირი და აი ეს მთელი, არა მხოლოდ პირი გამომსახველია, მაგრამ
სხეულია ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში და მეტი დატვირთვა მოდის მაგალითად დიაფრაგმაზე, დგომის მანერაზე. აი ყველაფრით მუშაობს, თელი დაძაბულობა მოდის. კასტინგზე ვიყავი ერთ-ერთ სტუდიაში სარეკლამო კასტინგზე და ჯიბეში მქონდა ხელები ჩაყოფილი. და მეუბნება იქ ხმის რეჟისორი ვინც იყო, რომ ჯიბიდან ხელები ამოიყავი, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად იქნებიო. კი. და მსგავს რაღაცებს მეუბნებოდა. ანუ ჩვენი სახეობა მაგალითად მაგიტო არის ხო მოწოდება, რომ როცა მიკროფონთან დგანა, რომ ფეხზე იდგნენ, მე მესმის რომ უფრო მარტივი არის გამოუშვა რაღაც ემოცია. შენ სხეულით იწყებ თამაშს და აი ეს გრძნობ ამ ყველაფერს და მე აკეთებ და ბუნებრივია ის გაძლევს მე ბიძგს ფსიქოსომატრად რომ ის თქვა რაცაც რისიც გჯერა და ძალიან ბუნებრივად მოდის ხმაც აი ხმას აქ რავი ძალიან ჭკვიანი აპარატია რა ის პირი მოკლედ მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის რომ თეატრშიც და დუბლირებაშიც ძალიან გავს ეს ორი პროფესია ერთმანეთს პრინციპში მე ვიტყოდი რომ ერთ და იგივე პროფესია არის უბრალოდ ეს არის სხვა ინსტრუმენტალური განხრა ასე ვთქვათ რა აი ორკესტრია ჩვეულებრივი რა ვიტყოდი ორკესტრის სხვადასხვა ინსტრუმენტები არის ასევე კინოს მსახიობს ანუ უფრო სამსახიობო ამბავს ვამბობ ხა ცხადია აი კინოს მსახიობიც პრინციპში აი უფრო თუ თეატრში მაგალითად სხვადასხვა ხერხებით მსახიობი შეიძლება ბრეხტის მეთოდით თამაშობდეს თუ სტანისლავსკის აი გრადუსები სხვადასხვა არის იმიტომ რომ იქ 300 კაცზე თამაშობდა გამომსახველობა შეიძლება რა თქმა უნდა ეს ფორმაზე ჟანრზე და რეჟისორის გაწყვეტაზე არის დამოკიდებული და იყოს აბსოლუტურად სხვანაირი მაგრამ ის რომ მსახიობმა თავისი ხმა აიყვანოს ხელში ანუ ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თეატრში, იმიტომ რომ შენ თამაშობ მთლიან დარბაზზე. შეიძლება არც კი ჩანდე რაღაც მომენტში, მაგრამ შენ ხმით манипуლირებ. ანუ შენი манипуляციის აპარატი არის აქაც პირი. ანუ ეს, ამიტომ მეტყველებას, ხმას, ტემბრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანალოგიურად კინოში. აი კინოზე ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა, რომ არიან უნიკალური მსახიობები, ხა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია დენიელ დეი-ლუისი, რომელიც ოსტატი არის, ტემბრის ცვლა, აი სწორად მოწოდება ინტონაციების, აქცენტების სწორი დასმა, ის ხმითაც გარდა იქნება მაგალითად რა. ანუ ხმა აძლევს როგორი უნდა იყოს პერსონაჟი მაგალითად რა. იგივეა დუბლირებაში, შენ როლზე მუშაობ, შენ თუ ტემბრალურად მაგალითად იმ პერსონაჟს არ გავხარ ან არ მოარგე ის ტემბრი ან აი მაგალითად ახლა შავკანიანებს სხვადასხვა ტემბრის ტიპები წერენ უფრო გაგაწერს ხოლმე ყაჭიური უნიჭიერესი ბიჭი არის აი ძალიან შრომელი არის გაგა და აქვე პატივისცემა და გაგასთან მოგიწვა მეორედ მოგიწევ აუცილებლად პოდკასტში გაგა არის უნიკალური მსახიობია მაგა ბავშვი იმიტომ რომ აი მსახიობია ანუ მე ვამბობ რომ გახმალებს მსახიობი არის მსახიობი მსახიობს უნდა შეეძლოს თეატრშიც თამაში კარგ მსახიობს უნდა შეეძლოს კინოშიც თამაში და დუბლირებაც უნდა შეეძლოს ჩემი აზრით იმიტომ რომ ანუ მე სამივე მაქვს გაკეთებული ძალიან მაგარია იმიტომ რომ ეს არის სხვადასხვა განხრა უბრალოდ მაგრამ შენი პროფესიის ნაწილია ანალოგიურად აი ანიმაციებს ვინც ახმოვანებს ეხა ბენედიკტ კამბერბეჩი ვაკეთებდა დრაკონს მაგალითად აი ძალიან ცნობილი ვიდეო იყო რავი ინსტაგრამზეც იყო მე განახებ მაგ ვიდეოს და ის ოღონდ აკეთებენ ანიმაციის დუბლირებას არა არამედ თვითონ ახმოვანებენ ამ ანიმაციას თავისი ხმებით მაგრამ აი ეს ტემბრის ცვლა ეს სწორი მიდგომა როლზე ხო თან იქიმენა შენი ხმა არის უცხოეთში რო ახმოვანებენ მესმის ახლა არ ვადარებ აქაურ სიტუაციას და საზღვარგარეთის მსახიობებს სწორად გამიგეთ ვიცი აქ რაც ხდება რომ საკმაოდ ესეთი არც თუ ეს ახარბიელო პირობები არის ხელოვანებისთვის სამწუხაროდ და ამ დროს ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი არის ჩვენთან და საკმაოდ აი ტალანტს რო ეძახიან ისეთები ყავს ხო და თეატრშიც კინოშიც გახმოვანებაშიც აი ერთს გავიხსენებ მალხა ზაბულაძე აი ძალიან მაგარი მსახიობი და გახმოვანების მსახიობი აი ხა ვიცი რომ საქართველოში არ არის ესპანეთში ცხოვრობს და აი მახოზე ვიყავი სრულიად შეყვარებული თეატრში რომ ნახე პირველად სცენაზე მე მაგის ხმაზე GDS-ზე რო გადავიდე და ფილმებს ახმოვანე. თეატრში უნდა გენახა, იქაც რა იყო, იმიტომ რომ ეს ტემბრი, აი ეგ არის, მახო. ნახე, აი ტემბრი რამდენიმე შვება, რომ გიყვარდება ტემბრით ადამიანი. და იმდენად מחვილ, აი სწორად გესურის აი ამ სიტყვებს, რომ აი ძალიან ახლოს მოდის გულთან. მახო აბულაძე არის უნიკალური, ხოთაშორის ბეშტაიშვილი ძალიან კარგი არის, ეს დიდი თაობა რო თქვა, ნუ ზუიადი ჩვენი დოლიძეც არაჩვეულებრივი და ძველ კაზინოს, ანუ კაზინოს უყურებდი სკორსეზეს, აი ძველი ჩანაწერი ვნახე და გუდფელასი და მან იყო ერთი მსახიობი, მე ბავშვობაში მაქვს ესენი ნანახი რა.
მე შენზე დიდი ვარ ცოტა ხო მაშინ გადიოდა რუსთაველს და მახსოვს რომ ერთი მსახიობის ხმა იყო აი როგორ გითხრა ასე მეგონა რომ სკორსეზემ ის მსახიობი კი არ დააკავა ეს დააკავა ჩვენი ქართველი და ის აკეთებდა აი არაჩვეულებრივად ეგეთი კაი გახმოვანება იყო სასწაული მე მახსოვს ახმოვანებდა სამწუხაროდ დაღუპული ყოფილა რომ გამოიკვლიე და ბადრი არაჩვეულებრივი მსახიობი აი რა ვიცი აი დანაკლისია ნამდვილად ვიტყოდი აი ხარ ცოცხალი იყო სიამოვნებით ვიმუშაობდი აი გადასარევი აი დიმიტრი ტატიშვილი ახმოვანებდა ყველაფერს საერთოდ და რაღაცეებს აი არ ვიცი არ მომწონდა რაღაცები პირდაპირ ვიტყვი მაგალითად კრავთა დუმილი რო ნახე არ მომეწონა იმიტომ რომ თითქოს ბურტყუნებდა სავით და რაღაცა და მე ვნახე კაჭახიძის გახმოვანებით და ზუსტად დააჯინა აქცენტები ზუსტად თან მან არ ვიცი რეჟისორი ვინ იყო კავიაზე ვნახე მოკლედ კავიაზე იყო მართლა ვოისოვერი იყო გაკეთებული ხო აი ცოტა ვოისოვერი კაჭახიძე მახსოვს სხვა არ მახსოვს არა ხო აი არაჩვეულებრივი მსახიობები ყავს ჯერ მარტო ეს ძველი თაობა არის ძალიან კარგი მე შუახან და ახალგაზრდებიც ყავს ოღონდ ძალიან ცოტა სამწუხაროდ და იმედი მაქვს რომ აი როგორც კი გაფართოვდება ეს ჩვენი ასე ვთქვათ ეს სფერო ვიმედოვნებ რომ ახალგაზრდებიც უფრო მეტად დაინტერესდებიან თან ძალიან კარგი პროფესია არის იმის გარდა რომ ну პროფესია ხა ვერ ვიტყვის უფრო დღეს მესმის რომ ამით თავს ვერ ირჩენ და ჰობივით უფრო არის მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაში გამოადგება ადამიანს ანუ სერიოზულად რომ შეხედო ამ საქმეს ჯერ ერთი სწავლობ ანალიზს, ტექსტის ანალიზს, კადრების ანალიზს, ემოციურ ανალიზს, ქმედების ანალიზს, ემოციების მართვას, თან მაგაზე მონოლოგი მაგ დაწერილი. ტემბრალურად სწორად მართვას, სიღრმეში ისე ჩადიხარ, რომ ჩვეულებრივ ანალიტიკოსი ხდები ადამიანის ქცევისა და ემოციების რა. ამას ვაკეთებთ ჩვენ სანამ ფილმზე დავიწყებთ მუშაობას, ვაანალიზებთ ყველაფერს, ანუ ადამიანის თითოეულ ემოციას და თითოეულ ნათქვამს, ქვეტექსტებიდან დაწყებული, რატო ამბობს, რისთვის ამბობს, ეს ხოთაშორის ცხოვრებაშიც მუშაობს. მე მიეჩვევი ამას და მიხვდები, რომ მე მარტივად წავიდე. სად არის ადამიანი ყალბი, საუბრის დროს სად არის ნამდვილი, მიხვდები რა. ну ფსიქოლოგიური ფაქტორებიც არის მან სიტყვაზე აი ზევით თუ აიხედა რაღაც საუბრის სიტყვა. არა, მე მაგის არა, ის საუბრის მანერიდან ზუსტად მიხვდები, აი ინტონაციას იმდენად მიხვდები, სად რას აკეთებს ადამიანი არასწორად რა. ეხლა ზღაპარს კი ლაპარაკობ, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა. აი ყოყმანი სად არის, სად იგრძნო თვალი რომ დახუჭო და მოусმინო ადამიანის მეტყველებას ძალიან ბევრ ამაზე კარნახობს საუბარს. ჩათვალე რომ აი მე მასე ვაკეთებ ხოლმე, ხა თეატრში რომ მივდივარ ცოტა რომ ეგრე არ შემიხედავს ეგრე ძალიან მოვიბეზრებ ხოლმე ამ რაღაც სპექტაკლს, მაგრამ თვალს ხუჭავ ხოლმე და ვუსმენ ლაპარაკს, ანუ როგორ დიალოგს უსმენ მათ რა. და აი დიალოგში თუ მოვლენა ხდება და თუ გრძნობ რომ რაღაც ქმედებები არის, ოღონდ ესე ხმით ეს თამაშით, ესე იგი რაღაცა სწორია ხო და ეს ხმა ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს მსახიობზე. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე დამახინჯებული ინტონაციებს, მათ შორის თეატრშიც და საკურებულება ის არის რომ ძველი მსახიობები, ნუ ვინც არიან, იმაც არა აქვთ ეს, ანუ იმას სწორად საუბრობენ, უბრალოდ თამაშობენ ტექსტით და ვერბალურად იმდენად სწორად აკეთებენ აქცენტებს, რომ ნამდვილია ძალიან. ანუ თითქოს ესე უნდა ყოფილიყო. აი მაგ თემას შეეხეთ თან და მაგაზე ვახსენებ სახელს არ ვიტყვი, მსახიობი არის, პროფესიით მსახიობი, ძალიან ცნობილია თან და თეატრალურ სტუდიაში რო დავდიოდი, იქ დავდგით სპექტაკლი. და რამდენიმე მოწვეული მსახიობი იყო იქ, რომელიც ჩვენთან ერთად ითამაშებდა და ქონდა არ ვიცი, გამღერებები ქონდა ძალიან ბევრ ადგილას. ერთ-ერთ ტექსტს ამბობდა, სიტყვაზე კითხულობს, არსებობს ადამიანი, ვინც პასუხისგებლობას აიღებს. არსებობს ადამიანი, ვინც პასუხისგებლობას აიღებს? და ეგეთი რაღაცები გამოჭერილი იყო. არა გააზრებ, ან მე ეგრე მგონია ხო. მე მაბრაზებს ესეთი ფაქტორის ხოლმე, რომ აი ამბობენ ეს რაღაცას, რომ აქ თეატრს ნუ მიკეთებ, მაგალითად რა. ეგეთი რაღაც არ არსებობს. აი აქვე ვიტყვი, ხალხო, ვინც ამ ფრაზას ხოთაშორის გამიგია ბევრი კინო ინდუსტრიის წარმომადგენელი, აქ თეატრს ნუ მიკეთებ. ესეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს, აქ თეატრს ნუ მიკეთებ. არსებობს ესეთი რაღაცა, არსებობს კარგი თამაში, ცუდი თამაში, პათეტიკური თამაში, მსახიობი რაღაცას აკეთებს არასწორად. ამიტომ რეჟისორის ფუნქცია არის ეგ, რომ მსახიობს აუხსნას. როცა მსახიობი არასწორად რაღაცას აკეთებს, არის რეჟისორის ბრალი. როცა მსახიობი არასწორად რაღაცას თამაშობს, არის რეჟისორის ბრალი. იმიტომ რომ ის არის რეჟისორი, ის არის გემის მმართველი, ის არის პასუხისგებელი თითოეულ ინტონაციაზე, თითოეულ ქმედებაზე და
მოკლედ ანუ მსახიობი არ დგამს სპექტაკლს, არ წერს მსახიობი. ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა მოიწვიოს სახე და მეტი გინდოდეს უფრო და ვერ გააკეთოს ეგ ნიჭის ამბავი და გასაგებია, მაგრამ თეატრს ნუ მიკეთებ, არის რა? რომ რას ეძახიან, პათეტიკას ეძახიან ან სიყალბეს თეატრს ნუ მიკეთებ, იმიტომ რომ როცა მსახიობმა არ იცის როგორ ითამაშოს, ის აკეთებს ამას ყალბად, ხო? ანუ როცა ვერ ხვდება რა გააკეთოს, თავისთავად გამოდის არა ნატურალური, არა ბუნებრივი. ამ შემთხვევაში რეჟისორის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ მსახიობს ისე უნდა აუხსნა, შენ ისე უნდა ემუშაო, ამას ქვია რეჟისორის და მსახიობის მუშაობა, მეგობრებო, რო აღარ ასე თქვა დავამციროთ ხოლმე სხვა პროფესიის ადამიანები და თეატრზე მით უმეტეს ეს ქვების როლა საკმაოდ ბევრიდან გამიგია და არასწორია ნამდვილად, იმიტომ რომ თეატრში არსებობს სხვადასხვა ჟანრები, ფორმები, არის მეთოდები სხვადასხვა გაგიკვირდებათ და თამაშის და აი ხა დღეს ვახსენებ ბრეხტის მეთოდი რომ აბსოლუტურად სხვა არის და სტანისლავსკის მეთოდს და ლის სტრასბერგს კინოში იყენებენ, რომ ანუ კინოურ მეთოდს ეძახიან ამას, რომ ძალიან ნამდვილი იყოს რა. ხო და ასე რომ ნუ აურევთ ამას ერთმანეთში ისე როგორც voice-overs და დუბლირებას. კაი, ესეთი კითხვა მაქვს, როგორ ხდება ხოლმე, ისე გახმოვანებას დაუბრუნდეთ, როგორ ხდება ხოლმე ფილმის მოწოდება ბრავოში რა, ანუ როგორ იღებენ ხოლმე? არა, მე ჩემი წარმოდგენებით გეტყვი, რომ აი ესე მგონია, რომ სიტყვაზე ფაილს აგზავნიან იქედან Dropbox-იდან საიდანღაც და პროსტა იწერდა ეგ არის. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია. არა, მეგობრებო, ეს არის ოფიციალური მხარე. კავიას კინოთეატრს აქ დადებული, ხა სწორად რო ავხსნა და არაფერი შემეშალოს. კავიას კინოთეატრი ოფიციალურად თანამშრომლობს, ანუ ჩვენი კომპანია უკვე საშემსრულებლო დავარქვათ, ოფიციალურად თანამშრომლობს ამ კომპანიებთან. ეს major კომპანიები, ასე ვთქვათ, პირობითად Disney, Universal, Paramount თანამშრომლობს ჩვენთან. ჯერ რა თქმა უნდა არის მოლაპარაკებები ჩვეულებრივად, შემდგომ არის მაგალითად Universal-ზე, Wicked-ზეც ხა დამოით რომელი იყო? ძალიან ბევრი ისინი რო იყო კასტინგები და შეხვედრები, კოლები, გვინიშნავენ კოლებს, ხდება რეჟისორთან ტრეინინგი, თარგმნელთან ტრეინინგი, ასევე ხდებიან თარგმნელი რეჟისორი, ხმის რეჟისორს, თუ მუსიკალურია, მუსიკალურ რეჟისორსაც ხდებიან და ესე ონლაინ მიდის ხოლმე მუშაობა. აი როგორც ხა ავატარზე გითხარი, ამ შემთხვევაში ჩავიდნენ დაწყებულია ეს ეკეთება? თუ არ გვაქვს მაგის მოსწრება აქ? არა, დაწყებული არის, მე მგონი, როგორც მახსოვს, ტექსტზე დაიწყეს მუშაობა. თუ არ ვცდები, შეიძლება, მაგრამ ეხა უკვე დაიწყებენ ესე ვიცი, ნუ მასშტაბური პროექტია რა საკმაოდ და ანუ არის შანსი რომ მეც მოვხდე ხო? კი, რატომაც არა. ჩემი არ არის რეჟისორი. ნუ თუ რამე ხო იცი ყოველ ძალიან მიხარია ხოლმე რომ მოვდივარ, იმიტომ რომ შემოქმედებითად ისე ვიმუხტები. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაღლილი გავდივარ, მივდივარ აი საუსზე მივდივარ. კი, ხო და ანუ ამ ყოველს აქ თავის ოფიციალურ მხარე, მე არის ხოლმე კასტინგები, ჩვენ წერთ მსახიობებს, სხვადასხვა მსახიობებს და ანუ ერთი მოდის კასტინგ ვიდეო. პირობითად ავიღოთ აი ეს Wicked-ის ალქაჯი, მაგალითად ალქაჯზე უნდა ჩაიწეროს ასეთი ხო მოდის იქ და მე ვარ თემაზე ხო creative letters ვეძახით მაგას მოდის ეს creative letter-ი ჩვენ მას ვკითხულობთ ვარჩევთ ასაკს ხმის ტემბრს ხასიათის მანერას როგორი უნდა იყოს ანუ ამ ყოველფრის ანალიზს ვაკეთებთ მე აქედან გამომდინარე რომ ვარგებთ უკვე ამ მსახიობებს მე ვისაც დაამტკიცებენ ჩემო ბატონო იმას ვწერთ ხოლმე აი სერიალებზე რა ხდება პილატერო ჩავწერე როგორ ხდება ხოლმე აი ჩუზენს კიდე ცოტა სხვანაირი ამბავი არის რა მან შედარებით თავისუფლება ვიგზავნა ვიდრე ის კი იმიტომ რომ იყო ოდნავ დაბალ ბიუჯეტიანი სერიალი და მაგრამ მაღალი ყოფილიყო ბევრად კარგად ჩაიწერებოდა ჩემი აზრით რა ეგ უკვე იმათი ბრალი არის ხო და ანუ ფაქტიურად 15 მსახიობში ვატრიალეთ ეგ სერიები და ესე არ ხდება ზოგადად ხო და 15 მსახიობში არა და რამდენი ტიპი არის თვითონ სერიალში ძალიან ბევრია ხო და ესე გამოვიცნოთ გამოვიდა სამწუხაროდ მაგრამ აი რაღაცა პერსონაჟები მაგალითად იესო სულ კახა კინძურაშვილი იყო მაგალითად და ხო მარია მაგდალინელი და ღვთისმშობელი ვერ შევცვალ ანუ ეგენი არ იცვლებოდნენ ძირითადები ვინც იყო ხო ძალიან საინტერესო იყო შენი პილოტე სხვათა შორის ნერვიულობდი ძალიან მეთქი განაის რომ რაღაცა ცუდად გამოვიდეს არ ვიცი რატომ ნერვიულობდი მაგრამ რატომღაც არ არის ანერვიულობ ალბათ იმიტომ რომ სტუდიაში რო ვიჯექი ჩაკეტილ სივრცეში და რაღაცა მაგმოჩი არის შენ არაფერს ანერვიულო არ გაქვს რა ვიცი შე კასტინგზე იყავი მაშინ სანდრომ რო გააკეთა მართლა მე ჩემთან არ იყავი სანდროსთან იყავი სანდროსთან ვიყავი სანდრომ გააკეთა
2 წლის წინ ალბათ და მე მაშინ ვიყავი კასტინგზე და მითხრა რომ ვიღაცებსაც უთხარიო და 1-5-6 კაცს უთხარი და მოკლედ ხო გავმიჯნეთ voice over-ი არის მაგალითად ის რომ მსახიობი კიდევ ერთხელ რო ახსნა დაუბრუნდები შენ თემას და მაგიტო უნდა ვთქვა ჩუზენთან მიმართებაში ჩუზენი იყო არც თლად დუბლირება იყო და არც თლად voice over-ი. ანუ voice over-ი რას ნიშნავს? მეგობრებო რომ გავმიჯნოთ. voice over-ი ნიშნავს რომ მსახიობებმა, 4 მსახიობმა მაგალითად პირობითად ჩაწეროს ფილმი იქ იყოს შეიძლება 60 მსახიობი, მაგრამ ეს წაიღოს 4 მსახიობმა და ეს 4 მსახიობი თამაშობდეს შუაზღვარ ემოციას, ანუ არც ძალიან ემოციური უნდა იყოს და არც 30% ხო, აი 30% რა. ანუ ზღვარზე გადიხარ, ეს იმიტომ რომ არის ბიუჯეტის ამბავიც, არის იმის ამბავი რომ როდესაც სერიალები არის ხომ ხანდახან ეხა დუბლირებას ვერ გააკეთებ იმ სერიალს, კარგი voice over-ი უნდა იყოს მაგალითად. ამიტომ voice over-ზე კეთდება მინიმალური აქცენტები, არ იწერება მაგალითად ყვირილები ჩვენი მხრიდან. ასე თქვათ, effort-ებს ვეძახით, მაგას არ უწერთ voice over-ზე. დუბლირებაზე რა ხდება? დუბლირებაზე სუნთქვიდან დაწყებული მსახიობის პატარა ღიმილიც კი, ანუ რასაც ჩვენ ვხედავთ კადრში, ან შეიძლება არ ვხედავთ ხანდახან ბექათ არის ხოლმე რაღაცები და ეგ უნდა იმპროვიზაციულად უნდა გავაკეთოთ. მე მახსოვს ISO-ზე მეუბნებოდი რომ voice over-ს ნუ მიკეთებ. დუბლირება გააკეთე რო უწერდით. კი, დუბლირება, ანუ voice over-ი ასე მგონია რომ ვისაც უბრალოდ კარგი ხმის ტემბრი აქვს და ცოტა თუ დაამუღამებს, ყველა წაიღებს, მაგრამ დუბლირებას უკვე ყველა ვერ წაიღებს და რატო? ანუ voice over-ს აქვს წერტილი რო სიტყვაზე ბოლოში მივიდე და voice over-ში დავასმეთ. აი voice over-ს აქვს ესეთი სამწუხაროდ ცუდი რაღაც რომ voice over-ი ძალიან შტამპავს მსახიობს. და voice over-ი არის ძალიან როგორ გითხრა, აი არ მიყვები აზრობრივად რა, ანუ ტექსტს მიყვები. და აი უხასიათოც არის ხოლმე. არაკეთებ არაფერს ისეც. დაახლოებით ემოციას მაჩვენებ შენ, რომ აი ეს იგრძნო იმ პერსონაჟმა, მაგრამ დუბლირება არის ხელოვნება ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ეს დუბლირება ხანდახან როდესაც ფილმს გადაიღებენ ხოლმე კინოში, შემდგომ ამისა post-production-ში მოდის ხანდახან ის ფილმი და ზოგიერთი მსახიობი რომ გადაწერას აკეთებს, ასე ვთქვათ, ან დუბლირებას უკეთებს, უკვე ნათამაშებ როლს, მაგალითად, ფაქტებიც მომხდარა და ეხაც ჩვეულებრივად ხდება. ამიტომ, როდესაც დუბლირებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნებაზე, როგორც კინოზე, როგორც თეატრზე, და აქ რა ვიცი ხა მე მგონია რომ იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებელიც ქართულ დუბლირებას დააფასებს, იმიტომ რომ ნამდვილად გაიზარდნენ და თუ რაღაცა არ მოწონთ და ძალიან ბევრს გაიგო, მესიცხება ქართული დუბლირება. ხო და კინოთეატრში ხშირ შემთხვევაში თან voice over-ს გულისხმობ. voice over-ს გულისხმობ, ხო ეგ არის კატასტროფა, ხო და არა მეგობრებო, ქართული დუბლირება ცუდია, ესე გავხედავ ხოლმე მეთქი რა. ამ დროს რამხელა ენერგია, როგორი ძალისხმევა იდება მაგალითად შენ ხო იყავი დუბლირება და აი პილატე ხო 5 წუთიანი სცენა იყო პილატესი და საათნახევარი ვიყავი. აუ მარგველაზე მეცნე, მარგველა ჩვენი ხმის რეჟისორი არის. თავიდან თავის და არის ძალიან იჭიერი რა. ლილო და სტიჩი ჩაწერა ოფიციალურად ლილო და დაამტკიცა დისნეიმ და ანუ ბავშვს აქ აი როგორ ასე ვთქვათ ბუნებრივი ნიჭი აქვს რა. ისე თამაშობს, ისე ბუნებრივია, ისეთი სწორი აქცენტები აქვს, ისეთი რა აი კარგი ბავშვია, მოკლედ ჩვენი მონაპოვარია ეს მარგველას და ხო და მოკლედ მარგველას ეგონა რომ ეხა ეს თავის და რომ 8 საათი გაუჩერებლად 9 წლის ბავშვი წერდა, ანუ 8 საათი ვამუშაოთ, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ამას ალბათ ბავშვთან შენი დაიჭანო, არ ვიცი, დასაჯელები ვარ. არ ითხოვენ ხოლმე რომ ხალმა ჩაწეროს ბავშვმა ჩაწეროს. არ ითხოვენ ხოლმე ეს რაღაცა. ანუ დუბლირებაზე ყოველთვის იწერება ის იმ ასაკის მსახიობი, რა ასაკის მსახიობის თამაშობს. ეს უნდა იყოს ნატურალური, ეს უნდა იყოს ბუნებრივი. დუბლირების თელი ასე ვთქვათ მუღამი არის, რომ ფილმს რო შენ უყურებ, განცდა არ უნდა გქონდეს იმისა, რომ ეს ფილმი არის მაგალითად შვედური და ეს უნდა იყოს ძალიან აი ასე ვთქვათ, ხა რუსულს თქოს მაგრამ რბილად უნდა მიუყვებოდეთ ესა, თითქოს ეს ძალიან ბუნებრივია და ძალიან ქართული მანერაა, ასე ვთქვათ რა. ესა აქ ანუ შენ გავიწყდება, რომ ქართული იმდენად ნატურალურად უნდა იყოს დამიქსული ორიგინალ ფილმთან. ხო და რის თქმა უნდა მარგველა რომ დაჯდა ჩასაწერა რაღაც პატარა როლი ჩაწერა დედას ფიცა ვარ 5 წუთიანი როლი იყო და ოფლიანი გამოვიდა ეს რა არის ხო და მე მივხვდი ზოოტოპიაში არა იქამდე ჩაწერა რა ეს ზოოტოპიაში უკვე ეს არის რა გამოცდილია ხო და მეც რომ თავიდან შევედი ხა მსახიობს რომ რაღაცას ვეჭხოვდი ხო უცებ დავჯექი რა მეც ხა მეც ვწერ ხოლმე რა რაღაც გამოვალ ფრაზებს და რაღაცას და
როგორი ძალისხმევამი აქვს, იცი რომ აი ორ სიტყვაზე აი თელი სხეულით ვიჭიმები, რომ აი ზუსტად ის უნდა ვთქვა, ანუ ზუსტად ის მდგომარეობა, იმიტომ რომ ტვინი არის ეგ, ჩვენ ტვინით ვთამაშობ. როცა შენ ტვინს აწვდი ინფორმაციას, ამას აანალიზებს გონება, იჯერებს, იჯერებს ასე ვთქვათ ამ მეთოდით, სამსახიობო მეთოდით და შემდეგ რატომღაც ბუნებრივად გამოდის ის ინტონაცია. ამიტომ შენ თუ არ იცი სიუჟეტში რა ხდება, ბუნებრივად ვერ იტყვი. ანუ ეგ გაძლევს შენ ასე ვთქვათ ბიძგს, რომ შენ სწორად თქვა ის რეპლიკა. კაი ახსენე მონოლოგი რო დავწერე, მაგას დავწერე. ფსიქოლოგიურ ლექციას უსმენდი ერთ-ერთს ზურამ ხეიძე კითხულობდა მაგ ლექციას და ამობდა რომ ჩვენ რასაც საუბრობთ, ჩვენ თავს ესმის და იჯერებსო, სულ რო ტყუილი იყოსო და აი ეგ მიწერია რომ გახმოვანება არის ფაქტობრივად შენ თავთან საუბარი. მე მოგცემ ძალიან კარგ ასე ვთქვათ რეჟისორს და ჩვეულებრივი ამბავი მსახიობის მუშაობა თავის თავზე არის ერთი არო ჩვეულებრივი ავტორი სტანისლავსკი ხო და ლის სტრასბერგიც იგივე არის ჩეხოვიც ან პრინციპში შენ ზუსტად ეგენი უნდა იკითხო იმიტომ რომ მსახიობის ინსტრუმენტი როგორც პირი და მეთოდი რო კარგად ისწავლო ანუ ეგ არის რა მაგრამ შენ ბუნებრივად ერთი დადებითი გააქვს ეს არტისტული აქვე იმასაც დავზენო აი voice overs და იმაზე რო ვთქვი რომ voice overs ჩაწერს ადამიანი რომელსაც აქვს კარგი მეტყველება და ის რაღაცა ბუნებრივად სინქრონულად სოქსახო სინქრონი კარგი ზოგი არის მაგალითად დუბლირების სახიობი ვერ წერს voice overs აი გაგიკვირდება ხო დუბლირები კი აი კარგი დუბლირების სახიობი ვერ წერს voice overs ანაიგად იმიტომ რომ იქ საერთოდ სხვა ის მუშაობს ასე ვთქვათ უნარი და დუბლირებაზე თამაში არის ანუ შენ მსახიობი ხარ შენ ამას თამაშობ შენ რასაც რა გაძლევს იმ დაჯერების საშუალებას ხო რომ როცა შენ აკეთებ ანალიზს ტექსტისას კადრის ანალიზს პერსონაჟის ანალიზს შენ თუ არ ნახე ეს პერსონაჟი დაწყებიდან დამთავრებამდე როგორ იცვლება რა გზას გადის რა შეგრძნებები აქვს რა დამოკიდებულებები აქვს როგორ აი მე და შენ ვზივართ ხო მე და შენ ერთმანეთში რა დამოკიდებულება გვაქვს ხო როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს ეს ყველაფერი თუ მსახიობმა სხვა პერსონაჟების მისამართით არ ნახა ფილმში და არ გაანალიზა რა უნდა ამას ამისგან ასე რა ტყველოპარაკი ასე რა აი სანამ ამ ანალიზს არ გააკეთებს შანსი არის რომ ტვინმა ეს ანუ ეგ ინფორმაცია გაძლევს შენ იმის საშუალებას რომ შემდეგ ეს კონვეიროს ასე ვთქვათ გონებამ და შენი პირიდან გამოვიდეს სწორი ინტონაცია სწორი შეგრძნება ემოცია და ჭუბიც ნაღდი იყოს და აი რაღაც ის იყოს რა დამაჯერებელი იყოს ეს ახლა რაც ვთქვი ჩვეულებრივი სამსახიობო ასე ვთქვათ მეთოდია ზუსტად ახსნილი უბრალოდ ადამიანი მსახიობობას შენი აზრით სწავლობს თუ თანდაყოლილი ნიჭივით არის ასე ვთქვათ იმიტომ რომ სანდრო მახსენა კახეთელიძემ რომ მსახიობობას ვერ ისწავლი ან ხარ ან არ ხარ იცი რა არის საკმაოდ გავიზარდე და ეხლა შეიძლება ადრე მეთქვა რომ ეს იცეთი პროფესია იცი რა მინახავს ტექნიკური მსახიობებიც ანუ არიან მსახიობები ვისაც ძალიან კარგად აქვს ტექნიკები ნასწავლი ეს კიდევ ერთხელ ხას გავუსვა მე გულისხმობ დუბლირებასაც კინომსახიობსაც და თეატრის სახიობებს ეს არის ერთი ხალხო უბრალოდ სხვადასხვა განხრებია იცი რა ტექნიკურად ისწავლი მაგრამ რაღაცაც გჭირდება აი ანუ არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ვიღაცას ახლა შეიძლება არა მიმხედრი მივხვდება რასაც გულისხმობ ანუ აი ნახე პირობითად მახვა ზაბულაძეს რო აქვს ხმის და ვიზუალ თვალი აქვს ისეთი ანუ ტემბრალურადაც ისეთი საინტერესოა ისე თამაშობს და ანუ მე მინახავს მახოსნაირი მსგავსი ტიპის მსახიობ მაგრამ მახოსნაირად ნიჭიერი არა ხო ეს უკავშირდება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ინტელექტიდან დაწყებული ბუნებრივი რესურსები რაც გაქვს ასე ვთქვათ რა შენი ვიზუალიც კი მსახიობისთვის შენი რესურსია თუნდაც ან მე არ მიყვარს ძალიან ესე ვთქვათ მოდელა ტიპის მსახიობები რა აი როი პრანჭებიან ზედმეტად ანუ მსახიობი უნდა იყოს საინტერესო მსახიობს უნდა კონდეს რაღაც შარმი მსახიობი უნდა იყოს დამახასიათებელი ნიშნით აი იგივე მაგიტო თქვი ხმის ტემბრით თქო მახოს გადავეკიდე მაგრამ აი სხვა საწვიტყვი არ ეწყინოს ჩემებს იგივე აი ზვიადისაც კარგი ვიზუალი აქვს კაჭახიძესაც ანუ თეატრალური გარეგნობებია თი არა მარტო კინოში ანუ გამოიყენებს ეს ტიპები არიან ხვდები აი ძალიან მიყვარს კიდე გივი ჩუგუაშვილი ეგ არ გამიგე ხო ძალიან კაი ვალერ კორშეს ძალიან კარგი ხმა ეგ კი და ისეც აი საინტერესო ტიპები არიან მიხვდი რომ მოარგებ როლებს ითამაშებენ ისეც ან ტემბრები აი ხმები აქვს ძალიან საოცარი რა აი განახებ გივი ჩუგაშვილი უკვე ძალიან დიდი არის თითქმის
75-ის არის ცოტა მეტის და გიждები ბატონო გივი ძალიან მიყვარხართ. იცი ვინ არის? ცხელი ძაღლანახი გაქვს? კი. ხასანა ცეცხლაძე, რომელიც არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, გივი და ძალიან დიდი გამოცდილება გახმოვანებაში და აუცილებლად მოგასმენინებ რომ ხვალ რომ ურჩევით მაგრამ თუ გაქვს რამე კი, ანუ გივის ჩანაწერები მაქვს. ნუ ლექსების გარდა, რა ვიცი, აი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ჟღერადი ხმა არის და ეს ძალა და სიძლიერე რომ აქვს. აქვე დავამატებ იმას, რომ გახმოვანების მსახიობს უნდა ქონდეს ძალიან სპეციფიური ტემბრი. მე ძალიან მიყვარს გახმოვანების ზოგადად მსახიობი და ვიქნებოდი მსახიობი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ თავში ვერ ვიპოვე ეს არტისტული რაღაცა ნიუანსები, ხო და იმის გარდა რომ მეგობრებო სიტყვაზე voice overs ვინც წერდა დუბლირების სახეობა გინდათ, უნდა გიწყოდოთ ხელს ტემბრალური ხასიათიც, ასე ვთქვათ. ტემბრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი რაღაცნაირად ხა შეიძლება ყველა პერსონაჟს ერგებოდეს რაღაც სპეციფიური ტემბრი, მაგრამ აი უნივერსალური ტემბრები რო არის ხა ჩვენთან გაგა, ლაშა, სანდრო, თეკლა ჯავახაძე, მარიამ ხოხონაიშვილი. ძალიან სპეციფიური ხმა აქვს. ხო, ზანდაც ძალიან მაგარია, სოფო ძალიან მაგარია. ისინი ცოტა დიდები არიან ოდნავ, მაგრამ სოფო ისა ხო წინაზე რო ვიყავი. ცინცაძე, სოფო აი არაჩვეულებრივი ხმა აქვს. წინაზე რო ვიყავი ზოოტოპიაზე. კი, აი სოფო არის უნიკალური ხმი, ზანდაც ძალიან იჭერი ქალი არის და ანუ იმის თქმა მინდა რომ იმდენად საინტერესო არტისტები არიან და სამწუხაროდ არ ჩანან. აი ნიკა წერედიანი ძალიან მიყვარს მაგალითად. ძალიან უხდება ნიკა წერედიანი, მოკითხვა ნიკას. ასევე თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და სოხუმის თეატრის და კინომსახიობიც და ჩვენი გახმოვანების და მე ვფიქრობ რომ ჩვენი კომპანიის მონაპოვარი ხალხი არის ეს ყველა. კიდევ ვინც გამორჩა ლუკა ახალაძე და რა ვიცი მოკლედ ვანო დუგლაძე ბევრია მოკლედ რა ეხლა რა ვთქვა და არავინ არ ყველა მიყვარხართ. ხო და ნიკას აქვს უნიკალური ხმა. ერგება ბრედ პიტის ხმასაც, ანუ ძალიან უხდება. ტომ კრუზის ხმასაც და ლეონარდო დიკაპრიოს ხმასაც მაგალითად. აი ესეთი რაღაცა ზურა გორგაძე. ერთ პერიოდი ბრედ პიტის ხმა იყო. ერთხელ ჩაწერა კაჭახან ბაბილონში, ლადომ ჩააწერინა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ლადომ ჩააწერინა ფორმულა 1-ში ნიკას. ხო. და ძალიან მოუხდა. ოღონდ განსხვავება რა იყო? ყველა ასაკში ბრედ პიტს ეცვლებოდა ვიზუალის და ხასიათიც. და აი ამ ფორმულა 1-ში მაგალითად იყო ძალიან დამაჯერებელი, ჩუმი და თითქოს აი როგორ თქვა, თლად არ დაბერებული მამაკაცები რომ მაინც რომ ახალგაზრდობენ რა და რაღაცა ნიკუშას ხმა მაგრამ მოუხდა, იმიტომ რომ ასაკი არ ეტყობა ნიკას ხმას, მაგრამ თან გრძნობ რომ ასაკიანია. აი ეგ არის ძალიან კაი და თან რაღაც ისეთი ხმა აქვს რომ აი არ გავიწყდება რა. და ბოლო ფილმზე რასაც ვიმუშავეთ. აქ ისეთი რაღაც გვაქვს საქართველოში რომ თან წეღანე კაი რაღაც ახსენე და მაგაზესაც მინდა რომ მიუბრუნდეთ. საქართველოში ისეთი რაღაც გვაქვს სიტყვაზე აი სხვა ქვეყნებში რო აქვს რომ აი ბრედ პიტი ვახსენეთ და ზურა გორგოძე. სიტყვაზე სურო 90-იანებში სიტყვაზე ზურამ ჩაწერა და ეხლა ზურა წერს. გვაქვს რუსებს. ეხლა მესმის რომ არავის არ გვაქვს რუსების მიმართ კარგი განწყობა და ხო, მაგრამ პოლიტიკას თუ თავი დავანებოთ, რაშიც მაგრები არიან. რუსები არიან ძალიან მაგრები ხალხო გახმოვანებაში, იმიტომ რომ გახმოვანების სკოლა აქვთ ძალიან დიდი და მაგის გარდა დიდი საფუძველი აქვთ სამსახიობო სკოლის. და ძალიან კარგად შევისწავლე მაგეთი ეგ სტუდიები და მთელი ამბები რა, ვეცადე ყოველ შემთხვევაში ვეძებდი ძალიან ბევრს და ვუყურე. ფანტასტიკური არტისტები ყავდათ საბჭოთა კავშირის დროს, ყავდა ეს პრინციპში ჩვენთანაც იყო შოთა ქრისტესაშვილი, როგორც ვიცი, სანდრო მაზიაშვილმა მითხრა, რომ ეს ადამიანი არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ვინც ზუსტად იცის როგორ იმუშაოს ტექსტთან, როგორ დასვას ტექსტი პირზე, რომ ეს ნამდვილად სინქრონული იყოს ფილმთან და მსახიობის მეტყველებასთან და ესეთი პროფესიონალები სამწუხაროდ არ ყავს. მაგრამ აი რუსებს ყავთ, იმიტომ რომ ეს სკოლა თავისაშვება, ჩვენ სამწუხაროდ სკოლა არ გვაქვს და აი ეს მეორე ტრაგედია კიდე რომ თეატრალურში არ ისწავლება გახმოვანება, საერთოდ შეხება არ არის. ხა რამდენად კარგი იქნებოდა რომ ისწავლებოდეს. ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არის მსახიობისთვის დამატებითი შემოსავალი და ეს არის მსახიობის დამატებითი შანსი, რომ ის კიდე სხვა ქვეყანაში წავიდეს თუნდაც. ნათია კავსაძე არის არაჩვეულებრივი მსახიობი, ეს ქალბატონი არის უკვე ესეც ასე ვთქვათ დიდი თაობის წარმომადგენელი არის და მისი შვილი, როგორც ვიცი, პოლონეთში მუშაობს გახმოვანების მსახიობად და ჩვეულებრივ მსახიობად. ხო და ანუ იმის თქმა უნდა რომ თუ ამ პროფესიას დაეუფლებით ენების ცოდნაც პლუს არის დამატებითი შემოსავალი, დამატებითი შანსი არის რომ მსახიობმა გზა გაიკვლიოს და რა ვიცი აი თევზი წყალში აი ესე იქნებით, იმიტომ რომ ეს პროფესია თუ კარგად ისწავლეთ და
ასე ვთქვათ, დაეუფლოს, არ იქნება ჩაკეტილი რა, მსახიობი ერთ რეჟისორმა დამიძახოს, ამაზე არ იქნება მარტო რა, დამოკიდებული და აი მე მიყვირს რომ იმდენი რაღაცის აღება შეგვიძლია კარგის რაღაც ხო ქვეყნებიდან რომ რაღაც აი ამას რო ვერ ვხედავ, ეგ არის ტრაგედია, იმიტომ რომ სამწუხაროდ გამოდიან მსახიობი ამთავრებენ ისე რომ ტექსტთან მუშაობა არ იციან მაგალითად. ისე რომ აქცენტების დასმა არ იციან, ისე რომ საერთოდ არ ექცევა ყურადღება ვერბალურ ნაწილს და რატომღაც ყველაფერი არის აი ეს გამოხატულებითი და არა სიღრმით ჩასვლაზე, რომ რას ვლაპარაკობთ და როგორ ვიყენებ ჩვენ პირის აპარატს. ხო და ეს ტკივა, ხო და შორის კასტინგზე გეტყოდი. შეხომ მკითხე დღეს. ხო, აი მაგაზეც მინდა გადავსულიყავი, რომ აი ბევრი გამხმოვანებელია ჩემნაირი მოყვარულები, ასე ვთქვათ, სამოყვარულო დონეზე ვინც ვართ, რომ ვისაც უნდა გადმოსვლა ბრავო რეკორდში და გახმოვანება კინოთეატრისთვის და ასე შემდეგ და რაღაცა. ვაი, ამოვისუნთქე ძლივ. რა გზები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეთ აი პროფესიონალურ სფეროებში გახმოვანების მიმართულებით? იცი რა არის, გულწრფელი რო ვიყო ვიტყვი ხარ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით არის ხოლმე რაღაც პერიოდები, რო არის ფილმები მოეყრება და არის მაგის ფუფუნება, რომ მაგალითად ესე აი დავკავდეთ აქტიურად, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო ხოლმე, ვარჩევთ რომ იმ ცოტა დროში ხარისხენად ჩაიწეროს და თუ სიტყვაზე ვინმე ახალი მოვა, იმ ახალს აი სწორად გამიგეთ, ახლა რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მეც და ყველა რეჟისორს ერთ და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. კასტინგზე რომ მოდიან ახალგაზრდები და ზოგადად, რა ვიცი, აი ღია თქვა, რომ არ ეწყინოს მერი არავის რა. ძირითადი პრობლემა რა არის? კასტინგზე ვინც მოდის, გონია რომ ერთხელ თუ ჩაწერს, всё რა, აი ეგ არის რა, ანუ ნებისყოფა. ამ პროფესიას უნდა ნებისყოფა. ისეთი ნებისყოფა უნდა, რომ აი ხანდახან ძალიან ნერვზე გადის რა, ისე რომ და გაგაგიჟოს ხო და კი, ძალიან. შენში ახლა არანაირი პირიქით გულწრფელად რო თქვა, შენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მომგებიანი თვისება არის ეგ, რომ ნებისყოფა გაქვს არაჩვეულებრივი, ანუ ბოლომდე მიყევი რა. მოვიდნენ მაგალითად მსახიობები ოფიციალურ თეატრის ზოგი კინოსი, ორივესი ერთხელ ჩაწერენ და გონიათ რომ აი ერთხელ რო ჩაწერენ და იმ რაღაცას პატარა რაღაც რო გამოუვათ, ეგ არის და მორჩა, აღარ ჭირდებათ. აი მე კიდე დამიძახებ ჩაწერს, ეგრე არ ხდება. მეგობრებო, სამწუხაროდ შეიძლება მეც აი ყოველდღიურ ტრენაში ვარ ხოლმე. გაუჩერებლად რა ვიცი, ვიჯექი ზოგი ვის ჩაწერაზე, ზოგი აი კითხულობდი, ანუ ეს არის ჩვეულებრივი პროფესია, ხალხო ერთ ჩაწერაზე ამას ვერ ისწავლით. არის სწავლება, ეს არის. ასე 5 წელია ვახმოვანებ და ჯერ სანდრო კიდე კახეთელიძე 8 წელი, თეკლა ჯავახაძე 11 წელი აკეთებდა და სულ რო აღარ თქვა დიდი მსახიობები ზანდა სოფო და რა ვიცი, აი ხარავინ გამოჩეს და 2000 წლიდან. ზვიადი ხო, რომ აი საიდან დაიწყეს ადამიანს, სადამდე მოვიდნენ და სამწუხაროდ ამ პროფესიაში ჭირდება წლები და ხმის კონტროლი არის ძალიან რთული, რომ შენ მე აი გაუცებული ვარ იგივე აი ხა ჩვენი მსახიობი არის მიშო არჩვაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი არაჩვეულებრივი ბიჭია. ანუ ეს მსახიობები მოვიდნენ რა, ზოგი როდის შემოუერთა, ზოგი როდის შემოუერთა, ხო? მე არ მახსოვს აი ამ მსახიობისგან რომელიმეს, რომ ეთქვას, რომ აი მოიცა კაია კაცო იყოს და ხვალ არა, აი რაღაცნაირად ეს არ ვარ განუკი თავიდან თვითონ გეუბნება პირიქით ზოგი რა. ხო და ამას ჭირდება ძალიან ნებისყოფა, ეს ხალხი სწრაფად იმიტომ წერს, რომ წლებთან ერთად იმუშავეს, იწვალეს ამ ადამიანებმა და ამ შედეგებამდე მივიდნენ. ეხა ჩელენჯერს რო გავაკეთეთ, ეხა მე ვისთანაც ვიმუშავე ყოველ შემთხვევაში ლაშა იყო, თეკლა ჯავახაძე და სანდრო. ზოგჯერ მოდის ხოლმე ძალიან დიდი ფილმი და ძალიან რთული გასაკეთებელი ფსიქოლოგიური და ცოტა დრო გაქვს. და ამ ადამიანებს რო არ ქონდათ ეს გამოცდილება და ის უნარები და ნიჭირაც მართლა გამოიმუშავეს და ზუსტად ვიტყვი რომ რთულია ძალიან უჰაერო სტუდიაში საათები იჯდე და აკეთებდა აი ესე მართლა უფლი გაგდიოდეს და აკეთებდა აი ამ საქმეს ძალიან რთული არის ვიღაცას მარტივი გონია მაგრამ რო გადიან ხოლმე ხანდახან ეს გაბჟებული არც თავი აღარ აქვს ხო და ასე რომ ერთხელ რომ მოხვალთ ეგ არ ნიშნავს რომ всё ეგ არის და ჩაწერთ ამას და რეგულარული სიარული მე ეგრევე ხელფას ეხა მესმის რო იყოს იმის საშუალება რომ სტაჟირებები იყოს მაგრამ სიამოვნებით ჩავსვავდით მაკოლებს არ გვაქვს მაგის ფუფუნება სამწუხაროდ
და რაც შეუძლია ეხა დამწყებს სახიოს მაგალითად რომ მოვიდეს პირიქით მასოკის სცენები იქნება თუ ვალას ვეძახთო შენ ხო იცი ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება რა ვალა ინტრო შენ გრძნობ გარემოებას შენ გრძნობ პერსონაჟს მაგალითად ვალა თავიდან მეგონა იცი ბოდიში რო გაწყვეტინებ ვალა თავიდან მეგონა პირველად რომ მოვედი ჩასაწერად რაღაცა შოუზენის ვალები იყო ჩასაწერი და სანდრომ რო თქვა რომ ვალები გვაქვს ჩასაწერიო მეთქი რაღაცეები გამორჩენილი აქვს ალბათ ჩასაწერიად და მე მერეში ანუ ვალები რა დაგროვებული არა ვალა იწერება ინგლისურად მე ამის სანდრომ და მესაც ვეძახთ მასობრივი სცენები არის კიდე მეორე ამბავი რა ახალგაზრდა, იმიტომ უსახავს 20-დან 25 წლამდე და ალბათ უფრო ნაკლები, ეს რო არ თქვა შემიძლია, იმიტომ რომ კატასტროფული სიტუაცია ხდება, რომ პატარა ბავშვებში, ჩვენ ბავშვებით გვჭირდება სხვათა შორის ძალიან ხშირად, უკვე გარდატეხსასაკის ყოფი ბავშვები, მოზარდები ძალიან საჭიროა, პროსტა არ ყავს და სიამოვნებით გავიცნობდი და ვამუშაობდით კეთს, იმიტომ რომ მოდის როლები და არ ყავს სახიობა და გვიჭირს ძალიან, იმიტომ რომ აი 2-3 ბავშვი ყავს მაგალითად და არის ხოლმე ხანდახან ძალიან ბევრი ბავშვი გვჭირდება. ესეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რა თქმა უნდა, ეს ადრეც იყო ჩემის თაობის დროს, რომ რუსულად საუბრობდნენ უმეტესად და ბარბარიზმებით და ინტონაციებით, მაგრამ აი დღეს კიდევ საერთოდ სხვა რაღაცა ხდება რა. მესმის რომ ინგლისური მეც ძალიან მიყვარს, ასევე სხვა ენები ძალიან მიყვარს. მაგრამ ქართული ინტონაციები არის უპირველესი. მე გულისხმობ, ვისაც რა თქმა უნდა ამ პროფესიაში უნდა ფეხის და ფესვის გადგმა. თავარი რა არის, რომ ქართულ ენას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება. ჩვენ ვიტანჯებით რეჟისორები. აი ამ ყველაფრით. ანუ მე ეს იმიტომ შემეხო, რომ როცა ჩაწერაზე მოდიან ხოლმე ეს ახლები, შეიძლება რაღაც არაბუნებრივი ინტონაცია თქვა, მაგრამ ის რომ მაგალითად ინგლისური ინტონაციებია ქართულში გადმოსული, აი ხა რომ დააკვირდეთ ინტერნეტ სივრცეში და ეს რატომღაც აღიქმება, რომ არის ასე ვთქვათ, რა ვთქვა, ძალიან პოპულარული მოდაშია და მესმის რომ ეს უფრო გაიგივებს ალბათ იმ გლობალურ თანამედროვე ქვეყნებთან თავს, ალბათ ამით უფრო გაიგივებთ, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბავშვების კასტინგი ქონდა, პატარა ბავშვები უმეტესობა საერთოდ ქართულად ვეღარ მეტყველებს. ხო. ეს ხდება ძალიან ბევრი ბავშვი იყო და ამაზე დასტური შემილია, რავი, ჩემ კოლეგებს რო კითხოთ, იგივეა, ბავშვები ქართულად ვეღარ მეტყველებენ საერთოდ და ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ჩვენი სამშობლო სიყვარული გამოიხატება ამაში, რომ ენა არის ჩვენი ერთ-ერთი, რა ვიცი, აი უმნიშვნელოვანესი საგანს ვიტყოდი, ასე ვთქვათ, ენის გარეშე უბრალოდ ქვეყანა ვერ იარსებებს, ენის გარეშე ვერ იარსებებს ქართული ეროვნება ვერ იარსებებს, აქედან დავიწყოთ, გარდა იმისა, რომ სამშობლოს აღქმა და გავიგე, ძალიან კაია რომ ენგზაითები და ასე ვთქვათ, ეგ სიტყვები ვიცით, მაგრამ ვისაც ამ პროფესიაში ვეცადოთ, რომ ქართულ ენაში უფრო მეტი ცოდნა და აი ეს ჟღერადობები ავკრიფოთ მაგალითად რა. ბავშვების კასტინგი რო იქნება შემეხვიანი, იმიტომ რომ დამყავს 10 წლის. ძალიან მაგარი ხმა. ვაიმე რა კარგია. დუბლირება გავაკეთე, რამდენიმე თვის წინ ნარუტოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ავიდა და ქართული იცის? კი. ძალიან კარგი ტექნოლოგია. ეგ ძალიან მაგარია გამოუშვა მაშინ. გავაკეთეთ დუბლირება რაღაც ბავშვებში ეგ პრობლემაა. რა აი ქართულად ვეღარ მეტყველებენ, აი ინგლისური. აუიცი რა ეხა ვერ ვიტყვი, ანუ როები, აი მაგალითად ლების გარდა რომ დავცინით ხალხს არის მეორე ამბავი р. და ვ კიდე ვ-ის პრობლემაა. და არის სხვა ბგერები, ასე რომ დასაცინი კი არის, ყველა ბგერას აქვს თავისი სწორად თქმის წესი, რომ კარგად ჟღერდეს, მაგრამ ხო, ეგ არის პატარა ბავშვებში, რომ ბავშვებმა არიციან ქართული სამწუხაროდ და ვერ აი რომ უნდა ითამაშოს ამ ბავშვმა, გამოთქმა მოდის ინგლისურიდან. ასევე მეორე ამბავი. მოდიან ასევე იგივე ჯენზები ყველა რა თქმა უნდა, ვინც მოსულა ხა იქთან მახსოვს კასტინგზე, იქაც იგივე პრობლემაა რა, აი მაგალითად პირად საუბრებში ხარი ხოლმე ეგ პრობლემა, იმიტომ რომ ინგლისურ სიტყვებს შეურევენ ხოლმე და რომ არ ვიხმარო, იმიტომ რომ ეს ძალიან მიმახინჯებს ყურს, იმიტომ რომ მე მიჭირს მუშაობა. მე თუ სწორად არ გავიგე რაღაც და მივეჩვიე, მე თვითონ ვეღარ ვიმუშავებ. ზოგი სლენგი მეც არ ვიცი, სხვა შორის პირად საუბრებში არა ეს ხა ენის ცოდნაზე არ მაქვს ცხადია საუბარი, სწორად გამიგეთ მეგობრებო, ანუ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ყოველ ერთ წინადადებაში არ შეიძლება 10 სიტყვა 7 სიტყვა იყოს ინგლისური რა, რომ რაღაც პირობითად რომ არ მინდა ეხლა რაღაც არ გეგონოთ რომ იმის ვაშარჟებ ან რაღაც, მაგრამ მიმხედრი ხო, ვისაც სახეობა გინდათ ეცადეთ რომ ქართული მეტყველება დაიხოთ, ეს თქვენთვის არის ინსტრუმენტი იარაღი, რომ მაყურებელთან სწორად მიიტანოთ სათქმელი. ეს თქვენ გიმახინჯებთ ყურს, გიმახინჯებთ
ენას ამახინჯებს პირველ რიგში, იმიტომ რომ ინგლისური ინტონაციები არის საერთოდ სხვა. აი მაგალითად მექანიკურად არ ქონია რომ გახმოვანების დროს რომ იყვები იმის აქცენტს არ მახსენდება მსგავსი როგორც ის ამბობს რა ტონალობითაც იმ ტონალობას მიყვები მაგალითად რა are you kidding me რაღაც ესე რომ იციან ხოლმე აი ეგ საერთოდ მაგდებს და მკრინჯავს მართლა ანუ ამას ჩვენ ხმარობთ რომ გაკვირვებას გამოვხატავთ ინგლისური ან ამერიკული სლენგებით ოკეი მაგრამ ეს ინგლისური ამერიკული სლენგები იმათი ორგანული ჩვენი ორგანული ეს არ არის ჩვენ გაკვირვებას სხვანაირ ინტონაციებით გამოვხატავთ. თუ ეს პროფესია აირჩიეთ, რომ უნდა იყოს ამ პროფესიაში წამყვანი თქვენი იარაღი პირის აპარატი და მეტყველება მიაქციეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ სხვანაირად გაგიფუჭდებათ უბრალოდ ყური და მე ამას ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის, იმიტომ რომ როც გაგიფუჭდება და გერები გაგიფუჭდებათ უბრალოდ და ძალიან რთულია მე ამის გამოსწორება. ჩემთან იყო რაღაც გადაღებაზე ვიყავი წასული უცხოურ პროექტზე და მას უკაზე ვიყავი რა თქმა უნდა და რაღაც როს საუბრობდი ხოლმე ზოგ ადამიანებთან აი რს მაგივრად ღს ამბობდა ზოგი და ეგეთი ისინი ხონდა ხარვეზები იმის გარდა რომ აი შენ რა მეღადავები აი ხა მაგალითად ესე რომ ან ეგეც არ არის ჩვენი აი მაგას ვეძახი გამღერებას ეს მე კინოში გადმოდის და არაბუნებრივია მიხვდი და Tiger Time-ის დროს მე 4 და 15 takes რო გაგიკეთებ მე აღარ უნდა გაბრაზდე ხო და ძირთად ეს პრობლემა იყო რა რომ რაღაც აი ეს ცოტა მართლა ეს კრინჯი აი პირდაპირ ვიტყვი აი კრინჯობა რო არის ეგ უფრო მკრინჯავს ხოლმე ვიდრე ის რომ რაც რავი რაც შენი ბუნებრივი და ორგანულია მოდი აი ისე ვილაპარაკოთ რა ეს ძალიან ბევრ რამეს მოგცემს შენც მათ შორის და ყველას საერთოდ ხო და მე სულ ვცდილობ ხოლმე რომ ინგლისური მე ძალიან მიყვარს რა გიზები ენას ვცდილობ ხოლმე რომ ვიპოვო აი კარგად დუბლირებული ან კარგად გაკეთებული voice-overული ფილმები იმიტომ რომ ვუსმინო განაის რას ლაპარაკობენ, როგორ ლაპარაკობენ. ჩამიყარი ხოლმე ბაზარი არა? გავჯდები ხოლმე. და მოусმენ ხოლმე. ხო, მე მოგცემ შენ კინოს ბილეთებს. საჩუქრად. მე მაშინთან საჩუქარი ხომ მაქნა თქომი? ხო, ეგ და ბოლოსკენ და ერთი თხოვნა გავუშვით მოკლედ და ვინც რა გადაწყვიტავთ რომ ეს საქმე გახდეს თქვენი ცხოვრების წესი, აი დანიელს ხოთაშორ შენზე არ შემიჩნევია ეგ და არ შემიჩნევია. ხო და იმედი არ გაფუჭდები. ერთი გამიფუჭდა ერთი ბავშვი ერთი არაჩვეულებრივი ბავშვი ყავდა მოზარდი და აუ რა კარგი ბავშვი იყო და რაღაც 2 წელი გავიდა 2 წელი 1 წელი გავიდა და მოვიდა ვაფშე სხვა ბავშვი არის ხან მეც ვიხო ვაფშე საერთოდ სხვა ბავშვი დაბრუნდა ინგლისური მესმის წრეა რა ანუ ეხა მოდაშია რა რომ ეხა რაღაც ესე თუ ლაპარაკობთ არა მეს ყავს ეგეთ მეგობრები ვცდილობ ხოლმე რომ აი მე თვითონ არ ვიმეტყველო ეგრე რა ხო ძალიან რთული არის რომ აი ამ ბერმუდის სამკუთხედში არ ჩავარდეთ მე ვეღარ გამოდიხარ იქიდან ზუსტი პარალელი იყო აი ზუსტი პარალელი იმიტომ რომ მე ტრიალებ და ეს ამახინჯებს ყველაფერს აი ხა მაგალითად ჩვენ მსახიობი ზვიადი იგივე და კაჭახარვა იყო შანსი არ არის რომ ანუ მაგათ იმდენ დასტაბილურებული აქვთ ეს იმდენ ნამუშევარი აქვთ უბრალოდ ზვიადი მოყვა მე მგონი პოდკასტში რომ ბგერებზე აქვს ისეთი ნამუშევარი არ ქონდა კარგი მეტყველება როგორც მახსოვს თვითონ მოყვა მე ეს რენტგენივით გაატარა უპირის აპარატზე ანუ აი ეგ ნიშნავს რომ შენ თავი დაინახო ობიექტურად შენი ნაკლოვანება და შენი დადებითი თვისებები რაც არის და ის სწორად გამოიყენო აი ზოგს კიდე პირიქით თვით შეფასებას უგდებს ხოლმე როცა თავის ნაკლოვანებას არა პირიქით მე ხო ვიცი ჩემი სუსტი მხარეები როგორც რეჟისორის მე მაგალითად თეატრს ცოტა ხანი თავი დავანებე მე დუბლირებამ ძალიან ბევრი მომცა აქ ისეთი რაღაცები ვისწავლე იმას 10 წელი თეატრში ვერ ვისწავლიდი და საერთოდ ვერც კინოში მინდა გითხრათ აი არ არსებობს ერთ ვიტყვი ხ ბოლოს ვიმუშავე გადაღებაზე ვიყავი ახალგაზრდა სტალინის იღებდა და გელა ბაბლოვანი და მან მუშაობდი სეტზე მოკლედ და ჩამ ჰოლივუდის მსახიობის ის ვიყავი რა ასისტენტი ძალიან კარგი ბიჭი იყო კოსმო ჯარუისი მოკლედ და აი რატო უსვამხას კოსმოსთან მუშაობა იყო აი ახალგაზრდა 34 წლის ბიჭი არის და სხვათა შორის თვით ნასწავლი მსახიობი არის რა ოღონდ რომ ვილაპარაკეთ თითქმის ის ალბათ შეიძლება წაიკითხა მე ცხადია და მოიძია და იმუშავა თავის თავზე მაგრამ კოსმო იყო ჩემს აღმოჩენა რომ ადამიანმა ისე იმუშავა თავის თავზე რომ ანუ იმდენი უნარი განივითარა რომ ხმით აკეთებს ხოლმე ცვლებს. აი მაგალითად რო ჩამოვიდა თვითფრინავიდან ფეხი ჩამოდგა თუ არა ჩვენი იოსებ სტალინი გახდა. ანუ რითი ხელი ხო ქონდა რაღაც ეს ხელი დადიოდა და იპოვა ტემბრი სტალინის. როგორც კი ჩამოვიდა ტრაპიდან
ეს ხმა დაიჭირა და ყველასთან სახლში ტელეფონზეც კი რომ ლაპარაკობდა, მეც რომ ლაპარაკობდა სეძზე, იმ ხმით ლაპარაკობდა. და როგორც კი მორჩა პროექტი წავიდა, ხმა შეიცვალა და თავის ნამდვილი ხმა გავიგე მე. მეკამდე არ გამიგია რა, თურმე ესე მითხარო, ხო ესე მითხარო, ეს ჩემი საქმეაო რა, ეგ არის რომ გარდავისახო და მე სპეციალურად ნახე კოსმოს ფილმები რა. აი შოგუნი თუ იცი სერიალი, შოგუნის მთავარი პერსონაჟი არის, ძალიან მაგარი სერიალია, ხო და იქ რომ მოусმინე ხმას, იქ საერთოდ სხვა ხმა ქონდა. მე მოგვიწია კოსმოსთან ჩაწერა voice-over-ის რაღაც, ვითომ წერილს კითხულობ და ანუ ისიც მაგრად იცის, როგორ უნდა წაიკითხოს და სწორი აქცენტები როგორ დასვას, იმიტომ რომ ეს არის მსახიობის პროფესია და ისე სასიამოვნოა, აი ესეთ დამოკიდებულება, რომ ყველანაირ უნარს ინვითარებს მსახიობი. მე სხვა ფილმებიც ვნახე სხვათა შორის და ყველგან სხვადასხვანაირი ხმა აქვს. აი ეს იყო ჩემთვის საოცრება, იმიტომ რომ ხმა კარნახობს მსახიობს პერსონაჟის როგორი უნდა იყოს პერსონაჟი და რა ხასიათები უნდა ქონდეს და რა ნიშან-თვისებები იყო. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, დიდი ძალაა სხვათა შორის. წეგან გითხარი, მიუბრუნდები თქო ამ თემას თქო, პოეზია ახსენ დაახლოებით 1-20 წუთის წინ. ხო. და აი ვინ არის შენი აზრით ოღონდ ხალხო ეს არ გამოვა არავის დაკნინება სიტყვაზე, ანუ კი რო თქვას ვიღაცა ვინც ყველაზე მაგრად კითხულობს თავის აზრით, არავის დაკნინება არ იქნება. შენი აზრით ვინ კითხულობს ყველაზე მაგრად? აი ჩემი აზრით არის მურმანჯინორია, რომელიც გადასარევად კითხულობს და თან პლუს ამას მე ძალიან მიყვარს პოეზია. პოეზიის საღამოზე ნამყოფი ვარ აზროვნების აკადემიაში იყო და ბილეთები ეძოთ და დაიდო თუ არა ერთი თვითადრე დაიდო მეთქისო მივდივარ დედა ჩემს დაურეკე და მე რისკედავსო მივდივარ და ისე ვისიამოვნე 2 საათი 1 საათი ტერენტის ლექსებს კითხულობდა მე 1-15 წუთი შესვენება იყო მე 1 საათი galaktione ისე ვისიამოვნე რომ რაღაც გამოვედი სავსე რაღაცა ძალიან მაგარი იყო მოკლედ აუ აი რავი ყველას გირჩევთ ვისაც პოეზია გიყვართ კარგად დააკვირდით რომ რა შეგვაძულეს პოეზია ზოგადად სუდად წამკითხველმა ადამიანებმა და ძალიან მიყვარს პოეზია გიждები ეგ ჩემთვის საერთოდ სხვა აი ეგ კიდე სხვა რაღაც არის ლიტერატურაში აი პოეზიის კითხვა სჭირდება ძალიან დიდი გულწრფელობა მეგობრებო და არ ჭირდება ეხლა რომ ვიდეო გავვრცელდა ერთი კაცი რომ აუ ძალიან საცილო მემები რაღაცებია მაგრამ არ უნდა გაამასხარაოთ პოეზია ეს არის საშინელება იმიტომ რომ შეიძლება ისე შეაძულოთ ადამიანს რომ მეორე დღეს საერთოდ გადაყაზოს და რა ბარათაშვილი და საერთოდ რა არაფერი აღარ მოუნდეს რა კითხულობ ხოლმე ესე მეგობრებთან ერთად ვზივარ და საათობით ვკითხულობთ ხოლმე ლექსებს რა ჩემი კომპოზიციას მაქვს შექმნილი რაღაც მართლა ძალიან საინტერესო გამიზიარე აუცილებლად ხო გავიტანზე გიждები რო ვკითხულობდი სულ ეგ პრობლემა იყო რომ ნუახმოვანებ პოეზიას ნუახმოვანებ და ეხა ბოლო პერიოდში დავამუღამე რომ პოეზია უნდა წავიკითხო გულწრფელად და არ უნდა გავახმოვანო და არ უნდა გაგიждე პოეზიის კითხვის დროს აი ეხა აი მე მაქვს არ არის ეს ყალბი არის ყველგან წავიკითხე ერთხელ ჩემს მეგობართან და ვითამაშე რასაც ქვია პირი დარჩაღია აი ამით იმის თქმა არ მინდა რომ რაღაცა ძალიან მაგარი ვარ და რაღაცა მაგრამ აი პირი დარჩაღია რომ თავსიკებს ხედავ ანუ ძალიან მაგრად წაიკითხავ იმიტომ რომ სხვათა შორის მე ვსწავლობდი კი ხატრულ კითხვაზე ბაბუეჩემი საკმაოდ ისეთი რეჟისორი იყო ბაბუეჩემის თოჯინების თეატრის და ბაბუეჩემის ერთ-ერთი ის იყო რომ ხმაზე და ტემბრზე მუშაობდა რა ძობილი რეჟისორი იყო საბჭოთა კავშირში ხო და აი ბაბუ კითხულობდა სხვათა შორის ძალიან კარგად მე რაც მიყვარს აი გულწრფელად და ზედმეტი პათეტიკის გარეშეც საჭირო არის თუ სადღაც შეიძლება საჭიროა პათეტიკა იმიტომ რომ ან შარჟი იყოს ან პირიქით ის პათეტიკა რაღაც გამომხატველი იყოს მინდა ვთქვა რომ მურმანი ძალიან კარგად კითხულობს გურამ საღარაძე იყო ძალიან მაგარი სხვათა შორის მე ვერ რაღაცა ნუ რაღაც ლექსები მაგრამ ესე რომ გითხრა ქართველებს რომ თავ დაусმენთ აქვე უნდა აღნიშნო რომ საუკეთესოები არიან ზვიადი და გიორგი კაჭახიძე ეს გაუყარდებათ 10 ქულამე ძალიან მიყვარს იმიტომ რომ პლეილისტი მაქვს გაკეთებული ცალკე მუსიკები მაქვს გადმოწერილი ცალკე პოეზიები და ვუსმენ ხოლმე და ზვიადის წაკითხულს ვეძებდი მერის იმ დღეს რა ვეძებდი და ძლივს მივაგენი ისე რომ სრული ემოციებით სრული გულწრფელობით რაღაცა მეთქი პირიდან ვჩაღია პელები სხვათა შორის გინდა ძალიან მაგარი გითხრა ერთი დღეა ბრაოში ვარ ჩეკრეფილები და ერთ-ერთი ჩემი კოლეგა იძახის რომ აუ გინდა გითხრა ყივჩაღის პაი მას ვინ კითხულობს ყველაზე მაგრათო და აი თან ყველა იქ იყო რა ეს ჩვენები აბა ვინ და უცებ მოიყო გრიშა ონიანი რა ხო და ანუ გრიშა ონიანი მეთქი შანსია რა და
კაცმა ისე მაგრა წაიკითხა. ისეთი სწორი აქცენტები, ანუ აქცენტები უნდა დაისვას სწორად, სად რა მახვილს ვაკეთებთ. ანუ რა თქმა უნდა, ეს უდარენიებს არ გულისხმობს რუსულში როგორცაა ჩვენთან მახვილები არ არის ეგრე, მაგრამ მახვილი მოდის რაღაც სიტყვებზე, რაღაც ანდადებაზე ხო მოდის მახვილი და ისე სწორად აკეთებთ ამ ყველაფერს, რომ მე მივხვდი, რომ ეს არის რა დამოკიდებულები წაიკითხო. მე მაგალითად ჩემი საყვარელი ლექსი, ვისაც კითხულობს, ვინც კითხულობს, ძალიან მიყვარს არსენი ტარკოვსკი და ზოგადად ტარკოვსკიზე ვგიჟდები. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რეჟისორი არის და სტალკერში არის მამის ლექსი. აი მე შენ განახეთ მაგას თუ არ გაქვს მოსმენილი და ეს არის პოეზიის გაბრწყინება და ეს არის ის თუ როგორ უნდა წაიკითხოს ლექსი. ასევე ვიტყვი რომ პოეტებს, ვინც ლექსებს წერს, აქვს თავისებური კითხვის მანერა, რომელიც ძალიან მომწონს. ეს სხვათა შორის აი ძალიან ავთენტურია. მაგასაც შევეხეთ და ისეთია, რა ქვია, არ გავს, მაგრამ გალაქტიონი რო კითხულობს ეს ჩანაწერი მაქვს მოსმენილი, საერთოდ სხვანაირია. აი მაგაზე მინდოდა რომ მე რომ მოვისმინე გალაქტიონის ჩაწერილი თაწმინდის თვარი თუ სწორად მომბობ და გიორგი კაჭახიძის ჩაწერილი ბევრად მირჩევნია კაჭახიძის. იმიტომ რომ ის თამაშობს და ეს აკეთებს ძალიან ნატურალურად და გეტყვი ეს არის აი პირველყოფილი ასე ვთქვათ რა. ანუ რას გულისხმობ პირველყოფილ შეგრძნებაში, ანუ გალაქტიონისთვის პირველყოფილი რა არის, ხო ეს ავთენტურია ძალიან, ეს მისი მანერა არის რა. რავი ისევე როგორც ზურარ თველიაშვილის ლექსის აი წაკითხვის მოსმენილი მაქვს და აი ისე ვერავინ ვერ წაიკითხავს. ეს არ არის მხატვრული კითხვა, ეს არის რომ მე დავწერე და მე ამას გამოვხატავ და ჩემი არაჩვეულებრივი პოეტი მეგობარი არის გიორგი კუჭუხიძე მაგალითად ძალიან ნიჭიერი ბიჭია და განახებ სხვათა შორის ოსტატი არის მოკლედ ლექსის და ვათარგმნინე სპეციალურად შექსპირის ერთი სონეტი ძალიან მიყვარს და ერთი მაიაკოვსკის ლექსი, ხო და მე წაიკითხა და ოღონდ გიორგის საკითხული არტისტული არ იყო, მაგრამ იყო ძალიან სხვანაირი. ანუ ადამიანი როგორ გრძნობს ამას, ანუ ის არ თამაშობდა, მაგრამ ძალიან გრძნობით წაიკითხა. ხო და რაღაც მე უფრო აი გულწრფელ ნაკვთებს ვეძებ ხოლმე უფრო ადამიანებში და ხელოვანებში, ხო და ეგ უფრო მომწონს რა. ყველაზე მაგარი კიდე ინგლისური პოეზია თუ გიყვარს, მორგან ფრიმანი კითხულობს ჩემს საყვარელ ლექსს. აი ეხა ხო ვართ ამ სტუდიაში ტატუე მაგას დავიწერდი რა კაპიტანის სულის და ვოლტ უიტმენის ლექსი არის აი მორგან ფრიმანზე მაგას რო კითხულობს ალბათ წამიჩერდება არ მაქვს სხვათა შორის უცხოელების მოსმენილი და გამიკვირდა მორგან ფრიმენი რო ახსენე აუ საოცრად კითხულობს იმიტომ რომ თითქოს ზედმეტს არაფერს არ აკეთებს იმიტომ რომ არც ჭირდება ხანდახან სიტყვები ისეთია რომ მას ზედმეტ თამაში არ ჭირდება ისეთი ბასრია და გამომხატველია ზოგი აი ქართული სიტყვებიც გვაქვს ეგეთი რომ ერთი სიტყვა შეიძლება ანუ ისეთი ჟღერადობის იყოს მაგალითად რომ ძალიან ბასრია რა და ისმინება კარგად ეს თანწყობა არის ბგერების ხო და ისე მაგრად კითხულობს მოკლედ რომ აი ცრემლი წამოგივა ჩაგიგდებ მაგას და ტარკოვსკის კაი მოდი გავიდეთ ბოლოში იმიტომ რომ შენთან კიდევ ვისაუბრებდი ძალიან ბევრი საათი და ძალიან საინტერესო პოდკასტი იყო და ვიცოდი რომ ვისიამოვნებდი და ძალიან ვისიამოვნე დიდი მადლობა მოწვევისთვის ნუ ეხა დროში შეზღუდულები ვართ და მაგიტომ მეორე წრეზე რო წავალთ კიდევ ვისაუბრებთ და რაღაცა სანამ ბოლო რუბრიკაზე გადავალთ მე გითხარ რომ მაგ საჩუქარი შენთვის აი ეს არის საჩუქარი გახსენი აბა და აი ხა მე იმაზე ვღილავ არ ეწყინოს ახლა აბა გავხსნათ მოიცა ჩამოწიო ეს არის სტიკერი, ჩემი პოდკასტის სტიკერი. ჩემი მეგობარი კომპანია Stickers Geo. არის უკვე ოფიციალურად, ვაიმე გილოცავთ. ძალიან მაგარია. აი მე მგონია რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მადლობა. ჩემი მეგობარი კომპანია Stickers Geo, ამონაცდება Instagram გვერდი. მივწერე ესეთი და ესე მეთქი ვარ პოდკასტერი რაღაცა და მინდა რომ ესეთი რუბრიკა შემოვიტანო ბოლოში რომ სტუმარს ვაჩუქო ხოლმე სტიკერები. დამიმზადეს რაღაცა გამოვართვით დღეს ვიყავი მისული და ეგეთი სტიკერები არის საჩუქრად. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა შენ რომ ასეთ საქმეს აკეთებ და რა ყველა ადამიანი ვინც YouTube-ის სივრცეში შემეცნებით საქმეს ემსახურება, ჩემგან ათ და ნათი. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ ხოლმე და რაც თავარია მაყურებლებს და ჩვენს მსმენელს წარმატებებს გისურვებთ, მიხარია ვინც მოგვისმინეთ და ვისაც მართლა სურვილი გაქვს. როგორც არ დამთავრებულა ჯერ კიდე ერთი რუბრიკა არის ბოლოში კი. კითხვა რუბრიკა არის. პოდკასტის ბოლოს მაგ ესეთი რაღაც რომ სტუმარი როცა მომყავს, შეუძლია მკითხოს რაღაცები თუ ექნება რამე კითხვა ჩემთან და ამ შემთხვევაში მე ვიჩიტები სტუმარი. კარგი, მაშინ ესეთ კითხოს დაგისვა.
მაინტერესებს შენი საყვარელი რეჟისორი და ვინ არის ფილმი? ქართული თუ უცხოელი? რომელიც გინდა? მე სტენლი კუბრიკი საყვარელი მსახიობი, კი არა და რეჟისორი და ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის კრავთა დუმილი. აი ძალიან მიყვარს. ხო, ცალკე ფილმი, ხო. რომელ მსახიობს გამოარჩევდი? მე შენ გემოვნებას ვიგებ, პროს აინტერესებს. მართლა? აი ძალიან მიყვარს ენტონი ჰოპკინსი, ჰანიბალი. არა, რა მოგწონს თვითონ მსახიობში რა მოგწონს? აი ისეთი როლები აქვს. ფსიქოლოგიური როლები აქვს, ძალიან აი ჰანიბალს რო უყურებდი, მქონდა ის რომ ბიჭო, ეს ტიპი ცუდი არ არის, მაგრამ ცუდი გზებია. მაგრამ ემპათიას გიჩენს. ხო, ეგეთი როლები აქვს და ეგ მომწონს ენტონი ჰოპკინსში. ხო, იმიტომ რომ ისინი არ თამაშობენ ბოროტებს, ისინი თამაშობენ ადამიანებს და გატეხილ ადამიანებს, ასე ვთქვათ. გატეხილი უკვე როგორი, ზეც არ თავის სახელი არის, ის თამაშობს ადამიანს, როგორ გადის ამ გზას, მიხვდი და ეგ ძალიან ობიექტურად უყურებენ რა. რატომაც გახდა ეგეთი რა ქვია ჰანიბალ ლექტერი. მე ანუ გავუგი ადამიანს, მაგრამ ვერ გავამართლებ რა თქმა უნდა. შენ მაგის მამა ნახე, ძალიან კაია. მამა. ენტონი ჰოპკინსი. კი, ესე ქვია ფილმი, ძალიან მაგარია. კიდევ მაინტერესებს მაგალითად აი დუბლირებაში შენთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო რა არის? რომელი ანიმაცია თუ ხატრული ფილმი მაგალითად? ფილმი, იმიტომ რომ ანიმაცია ძალიან რთულია, მიცდი ანიმაციის ჩაწერა და შეიძლება რომ სიტყვაზე 1-7 სიტყვიან წინადადებაში იმდენი ცვლილება იყოს ტემბრში და ხასიათში, რომ შეიძლება ვერ დავეწიო. აი მარიამ ხუხუნაიშვილი ამბობდა მაგას მომისვენებში, რომ აი თინეიჯერ კრაკენს რო ვახმოვანებდიო, ძალიან სწრაფი ის ქონდა ცვლაო ხასიათი. იმიტომ რომ იმას ქონდა პრობლემა, თვითონ პერსონაჟის ვითომ აწუხებდა აშლილობა რაღაც. ანიმაციათან კიდე საპასუხისგებლო ჩასაწერია ძალიან, იმიტომ რომ ბავშვი 10 სიტყვაზე 10 წლამდე ბავშვი ავიღოთ, მოდის ანიმაციაზე და ისმენს ჩემ გახმოვანებულს სხვას რო თავი დავანებოთ, ჩემ გახმოვანებულს. მე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ სწორად მივიტანო გამართული მეტყველების სწორი ხასიათით და ჩავწვდი ასე ვთქვათ ბავშვის სულში რა. აი ეს პერსონაჟი დავამახსოვრო ჩემი ხმით. ერთ-ერთ პოდკასტზე მკითხეს სხვათა შორის რა არის შენთვის გახმოვანება და მე ვუთხარი რომ მეთქი ჩემთვის გახმოვანება არის რა ქვია ხელოვნების ულამაზესი დარგი თქო. კი, და სხვათა შორის თვალდახუჭული შეგიძლია უსმენად დადგმე ხოლმე ხანდახან. კი. მაინტერესებს რამდენი საათი შეგიძლია განუწყვეტლო მუშაობა. ერთხელ გამიკეთებია ეგრე რომ გავახმოვანე 12 სერია დღეში. მართლა. 12 სერია და 12 სერია. დამჭირდა შესვენებების რა თქმა უნდა 3 სერიას ჩავწერდი 1 საათი რაღაც დავშენებდი. დამჭირდა 13 საათი 12 სერიაზე. რა არის შენი სუსტი მხარე გახმოვანებაში? დუბლირებაში, არ ვიტყოდი voice-overs რა. რაღაც სცენა ჩამიწერია, ეხლა თამაშიდან ჩავწერე სცენა, სადაც აი გამწარებული ხასიათები არის ჩემი სუსტი მხარე, აი გამწარებული არის რაღაცა ოჯახი ამოუხოცეს და მიდის რა და ეძახის რაც ქვია მაგ პერსონაჟს ეძახის მოკლედ და დამჭირდა ალბათ 1 საათი მაგ კონკრეტულ სიტყვაზე რომ სწორად ჩამიწერე პოდკასტი. კი. პოდკასტის მერე განახილე. რეჟისორი გჭირდებოდა უბრალოდ. მიმართულება მინდა შეგუწმით. ხო, ანუ კაია რა, ხმის რეჟისორი და მსახიობი. ეგ არის იდეალური ტანდემი არის. კიდევ მაინტერესებს ხმების შენი აზრით, შენი ხმის დიაპაზონი როგორი, ანუ რამდენად შეგიცვლია მაგალითად ტემბრების ცვლა. და აი როგორ ხედავ შენ თავს მაგაში? მგონი კარგად შემიძლია, იმიტომ რომ ანიმე ჩამიწერია. გიმუშავრია მაგაზე, ანუ? კი, ანიმე ჩამიწერია და ყოფილა ისე რომ აი ძალიან ბოხი ხმა აქვს და მე არ მაქვს ეგეთი ბოხი ხმა და რაღაც დამიგდია ქვევით და რაღაცა და ყოფილა ისე რომ ძალიან წვრილი ხმა აქვს და ამიწევია ზევით, ანუ ესე რა და კიდე უფრო ზევით. მგონია რომ გამომდის. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ვისაც სხვათა შორის დაინტერესებული ხართ გახმოვანების ფილმების დუბლირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის, რომ კადრების ანალიზი გააკეთო. აი მაგალითად შენ როგორ ფიქრობ, რამდენად გაქიმი, აი 10-დან რამდენად შეაფასებდი შენ თავს, რომ აი ფილმის ჩაწერის დროს რამდენი ბალი თაფასებ მაგალითად ანალიტიკურ მიდგომას, ანუ როგორ აანალიზებ კადრებს, ეგ მაინტერესებს შენგან, რამდენი ბალი შეაფასებდი მაგას, აი ჩაწერე, რამდენად სწრაფად აკეთებ ამას. არ ვიცი ჯერჯერობით თუ სწორად გავიკითხვა ჯერჯერობით 6-7 მეც ვერ მივცემ. მე მგონი ანუ ხო ხვდები რომ ერთ კადრში აი მაგას გეუბნები სინქრონულად რომ მიყვები სიუჟეტს, აი ეს ემოცია მაგალითად ხო დაინახე, რა შვება პერსონაჟი რასაკეთებს, რა უნდა ხო? რამ აი იქ ხო წამის მიესედებში ხდება ხანდახან ხო და აი რა ხო 6-დან ხო.
არ ვიცი 6-7 დაუწერდი ჩემს. ხო, აი ხა მე რო ვიდგე მიკროფონთან მაგალითად დამჭირდება 1 3-ჯერ 4-ჯერ ნახვა. განახებ მე იმას რაზეც გქონდა საუბარი და მე რო ჩავუგდე ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ვისთან ერთადაც ვახმოვანებდი, ანუ ძალიან მაგარიაო, ღირდაო ამის გამოც და თან როგორ ვიყავ, ვიცი, ჩავწერე ეგ. არ გამომდიოდა და დავიკიდე მეთქი, აი დღეს არ ჩავწერ, ხვალ ჩავწერ თქო და წევარ ჩემთვის ვსკროლავ და უცებ დამარტყა რომ თან ვიმეორებ მაგ სიტყვას და ტემპს და რაღაცა ვამეორებ და დამარტყა უცებ რომ მეთქი ვიპოვე ტემბრი. ეგრევე ავდექი. ჩავრთე კომპიუტერი და ჩავწერე. და ეგრე ხო და ეხლა შენ ხო ტემბრი იპოვე. კი. ხო და ერთი ზოის საყიობი რომ ჩამოვიდა 2 თვე მაგ ტემბრზე იჯდა დღე და ღამე პროსტა ანუ წარმოუდგენელია. ძალიან კაია მაგას თუ ეგ თუ შეგილი. რა ვიცი კიდე მაინტერესებს ის რომ რას აპირებ სამომავლოდ. ნუ მე მივხვდი რომ თანამშრომლობა ძალიან გინდა და პრინციპში დავიწყეთ უკვე მე და შენ თანამშრომლობა სერიალზე და არა რის მადლობა რას ამბობ პირიქით ან ჩვენ ინტერესში შეგვიძლია პოდკასტშიც ვახსენე რომ მეთქი შენ ხარ ის ადამიანი რომელსაც ლომიწვლილი აქვს ჩადებული მე რომ რაღაც გახმოვანებაშიც მქონდეს იმიტომ რომ არ ვიცი რჩევები რაც მე მიღია ბრავოში შენგან რჩევები და სახში მოსულა საიტისთვის გამიხმოვანებია სულ მახსენდება ხოლმე ეგ ისინი ამაში არაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავთ რომ ეს ჩემი საქმეა ანუ ეგ არის ჩემი საქმე ეგ მასწავლეს და ეგრე უნდა იყოს მე მგონი ყველა რეჟისორიც არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში უბრალოდ ძალიან მიხარია რომ შენ ხარ ის მსახიობი ვინც ხედავს რაღაცებს დეტალურად ხო და ვფიქრობ რომ იმის გარდა რომ შეგილია რაღაც გამოცდილება შენ თავად მოიგროვე ეგ მეტყოლებს იმას რომ ძალიან მაგარი ნებისყოფა გაქვს და აი კიდე ერთხელ ხაზს გაუსვამ მსახიობს რომელსაც ნებისყოფა არ აქვს სამწუხაროდ ვერ ჩაწერს იმიტომ რომ ხანდახან გრძელდება 3-4 საათი ჩაწერა ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვანაირად თქმა სანამ არ მივა იმ სწორ მდგომარეობამდე და მდგომარეობამდე რომ მივიდეთ მაგიტო გითხარი ანალიზი გჭირდება ძალიან ბევრი რაღაც კადრების მაგალითად ხო და აი ხა ჩვენი მსახიობების წლებია თქო მაგას ეს შენ კარგია რომ ეს გამოცდილება შენით მიიღე და პრინციპში ტელეფონით ვახმოვანებდი გაქვს მაგაზე რა ხო და ძალიან მაგარი არის რა ვაფშე საერთოდ გაგიჩნდა ეგ სრული არ ვიცი როგორ გაგიჩნდა მაგრამ არ ვიცი საიდან გამიჩნდა მაგრამ უცებ დამარხა და მოდი ეხლა გამახმოვანო ფილმები თან 13 წლის ვიყავი და აი კატასტროფები იყო იმენა ჩემი ჩემო მეგობარო მითხრა რომ იაპონიაში ანიმეებს ვინც ახმოვანებს ანუ ვინც წერს და თამაშობს პრინციპში დუბლირება არ არის მაგრამ იგივეა რა იქ აქვთო ძალიან პოპულარულები არიანო გახმოვანების სახეობები და ერთ-ერთი წამყვანი პროფესია არისო და ძალიან მაღალ ანაზღაურებადიო და ეს სასიამოვნოა რომ აი რო ხვდები რომ სხვადასხვა ქვეყნებში აფასებენ ამ პროფესიის ხალხს რომ თან ცოტა სევდიანიც აი იმიტომ რომ აქ სამწუხაროდ ხო ამ ქვეყანაში ცოტა რა ვიცი მაგრამ ნუ ცხვირი არ ჩამოუშვათ ვინც ხართ ამ საქმეში ბოლომდე მიაწექით იმიტომ რომ ეს არის რეალურად თუ სიტყვაზე ამით შეიძლება თავი ვერ ირჩინო მაგალითად მაგრამ სხვა რაღაცასთან ერთად ძალიან კარგი არის რა ჯერ ერთი განტვირთვაც არის და ტანჯვა მაგრამ ტკბილი ტანჯვაა რა აი ყოფილა განტვირთვა რო ახსენე ყოფილა ისე რომ მქონია ცუდი დღე ერთხელ როდ ამერიკე ვალაზე მახსოვს რაღაც ცუდი დღე მოხდა ხო ანუ ცუდი დღე მქონდა წინა დღეს რა ერთ-ერთ ვალაზე როდ ამერიკე და ასე თქვათ, არ ვიცი, დაგრუზული ვიყავი, სხვა სიტყვა არ გამახსენდა და მოვედი და აქ ისეთი ენერგეტიკა ტრიალებდა მან სტუდიაში და ისე იყო და რაღაცა რომ აი სავსე გავედი, დამავიწყდა საერთოდ რაღაც, დამავიწყდა გადანიშნულობით რა თქმა უნდა, ანუ იქედან გამომწყვიტა ის 1 საათი თუ საათნახევარი რაც სტუდიაში ვიყავი და ისეთი ენერგეტიკა ტრიალებდა. გიორგი რო ჩაგაწენებს 14 ვალას მე 14 საათი რო არ გამოდიხარ იქი და საერთოდ დაგავიწყდება ყოველგვარი ცხოვრებისეული ტანჯვა და იქ არს მაგის თავი აღარ გაქვს მაგრამ ხო და ასე რომ ძალიან მიხარია რომ ესეთი განწყობით ხარ და ასეთი мотиваციით ხარ რა ვიცი მე მგონია რომ სხვა ადამიანსაც ვინცაც ყოველს დიდ პატივს და ვინც თავისით ცდილობს რომ ეს ყველაფერი ისწავლოს ან ნებისმიერ რაღაცას ძალიან დიდ პატივს ცემენ ეგეთ ადამიანებს სურჩევებში რაღაცა ხანგურას ბედიანს ვეკითხები ხან სანდროს ხან ვინმეს ძალიან ჭირებიანი ხო და აი როგორი мотиваცია აქვს და რამხელა ძალისხმევა აქვს ჩადებული ადამიანს ამაში რომ ეს თავისით გააკეთოს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს იმიტომ რომ რავი აი ეგეთი ადამიანებისთვის ყოველთვის ღია ვართ მოგზავნით ყველაზე დიდი პოდკასტი იყო ხალხო რაც გამოვიდა საათი და 20 წუთი. შეგიძლია ამოჭრა.
ეგ არის კითხვა თუ აღარ გაქვს რამე უკვე გავიდეთ ბოლოში. ეგ იყო და ეგ მეგობრებო ხაზზე იყო პოდკასტი FM8 შეგახსენებთ თუ იმყოფებოდით სტატუს სტუდია Mamba Negra-ში. ჩემი მეგობარი გვერდი არის სკოლიო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შეცდომები ფილმებზე და სერიალებზე, ანიმაციებზე, ყველაფერზე და პატარა დეტალები, დამალული დეტალები რაც არის და ჩემი მეგობარი კომპანია Print რაღა და Stickers Geo. ეგ იყო და ეგ დროებით. მადლობა, ნახვამდის.